მოდი პრობლემებზე ვისაუბროთ და როგორ ხედავს დინამოს მენეჯმენტი ამ პრობლემების მოგვარებას? რატომ ვერ ამართლებს ვერცერთი ლეგიონერი? ლეგიტიმური კრიტიკა. სხვადასხვა ქვეყნებში ნათამაშები, ყოფილი ვარსკვლავები აღარ მოხდებიან დინამოში. სკაუტინგის მიმართულებით დავიწყეთ კი ჩვენ ორი თვე უკვე მუშაობთ ამაზე. მაგრიტიკეთ რა თქმა უნდა რა. აი თქვი თუ დოლიძემ ვერ შეარჩია მწვრთნელი. გავიგე, მივიღებ ამ კრიტიკას, მაგრამ დოლიძე ვერ მოიყვანა ფეხბურთელი, ამ კრიტიკას ვერ მე არ მომყავს ფეხბურთელი. მწვრთნელის გემოვნებით მოდის ფეხბურთელი. რამდენი ხანი დავიტოვოთ? აი მაინტერესებს. საბა ხარებაშვილს უკვე 80 თამაში აქვს დინამო თბილისში ნათამაშები. რამდენი ხანი დავიტოვოთ? ჩვენ კი არა PSG და Manchester City ვერ ინარჩუნებენ თავის აკადემიის ფეხბურთელებს. 29 დეკემბრამდე 3 თვის დავლიანება ჰქონდათ ფეხბურთელებს. ორჯერ იყო ესეთი პერიოდი, რომ ორი თვე დაახლოებით ხელფასი ვერ დავარგეთ. სანამ ტრიბუნაზე არ დაბრუნდება გულშემატკივარი, ჩვენ შედეგი არ გვექნება. აი როგორ აპირებთ მაგას? თავაზობთ ჩვენ გულშემატკივარს, რომ გახდნენ წევრები, ღირებულება რა იქნება? თუ მოხდება ადამიანების აზრის გათვალისწინება. ჩემი ამოცანა არის 2026 წელს, რომ მინიმუმ 5000 გულშემატკივარი წლის ბოლოს დავაფიქსირო დადის დინამო თბილისში საშინაო თამაშებს. მაყურებლის გარეშე შეუძლებელია. შეუძლებელია. მე რომ ეყოლება მაყურებელი ტრიბუნაზე რაც არ უნდა ფული გქონდეთ. იტალიის სპორტული მედია ხარ მგონია და უბრალოდ აკრიტიკებთ ამ სტანდარტით ქართულ საკლუბო ფეხბურთს. ჩასული ვარ მოლაპარაკებაზე და ამ მოლაპარაკებაზე შემოდის ერთ-ერთი მეუბნება რომ თქვენი კლუბი გაიყიდაო. როცა ხარ ესეთი გამოცდილი ჟურნალისტი და კომპეტენტური ქვია და ჭუას არიგებ ვიღაცებს, ეგეთ რაღაც არ უნდა წერო. გამარჯობა, მე ნიკა თევდორაძე ვარ და თქვენ უყურებთ ყვითელ ბარათს. შეგახსენებთ, რომ აქ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატზე და რასთავარია ვსაუბრობთ ადამიანებთან, რომლებიც უშუალოდ სხვადასხვა ფორმით მონაწილეობენ საქართველოს ჩემპიონატში და დღეს ჩემი სტუმარია დინამო თბილისის გენერალური დირექტორი ზაზა დოლიძე. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. სანამ უშუალოდ კითხვებზე გადავალ ობიექტურობისთვის, მინდა აღვნიშნო და ასევე უპასუხო, ასე ვთქვათ, ყვითელი ბარათის მაყურებელს, რომლებიც ხშირად წერდნენ და მიკავშირდებოდნენ, რომ აი სად არის დინამო თბილისის წარმომადგენელი არ მოდიან და ბევრი ესეთი კითხვა იყო და ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ როდესაც პირველი გადაცემა დავდე, მას შემდეგ მეორე დღიდანვე მაქვს კომუნიკაცია დინამო თბილისის დირექტორთან, პრეზიდენტთან ბოდიში და მაშინვე იყო მზაობა, რა თქმა უნდა, რომ თანახმა იყო მოსულიყო უბრალოდ ქვეყანაში არ იმყოფებოდა და ამის გამო ვერ შეძლებდა და მითხრა, რომ თქვენ შეძლებდით კითხვებზე პასუხის გაცემას, თუმცა აი მაყურებელსაც, როდესაც წერდნენ და მეერეც და დღემდე ესე არის, რომ უფრო მეტი კითხვა აქვთ პრეზიდენტის მისამართით, გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლესი, ესე ვთქვათ, თანამდებობა უჭირავს მას, თუმცა ჩემთვის თქვენს პრეზიდენტის ფეხბურთელი ნებისმიერ დინამოს წარმომადგენელი ყოველთვის სასიამოვნო იქნება, ესე ვთქვათ, რომ უმასპინძლო. და ნუ ესე ვთქვათ, ამ მოლოდინის რეჟიმში ვიყავი მაყურებლისთვის. მე უკლეო მოსიდი ვარ რომანისკა, რომ გავუწე დინამოს სახელით პასუხები, მათ შორის მისი პოზიცია გავაჟღერო სხვადასხვა საკითხებზე და მიხარია რომ ჩვენი ხშირ შემთხვევაში გვაქვს ერთნაირი პოზიციები, ერთნაირი ხედვა, ის ჩვენი პოლიტიკა, რასაც ვატარებთ, არის შეთანხმებული ერთმანეთთან და მოკლედ მაქვს ამის უფლება მოსილება და მადლობა ამისთვის ბატონ რომანს. ამიტომ შევეცდები ყველა კითხვას გავუწე პასუხი, ასევე ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს ზოგადად და რაც მე მგონია რომ ჩვენ საკლუბო ფეხბურთი მხოლოდ ლანძღვას არ ვიმსახურებთ და შეიძლება რაღაცა ჩვენც მოგვისმინოთ და გაიზიაროს გულშემატკივარმა და ზოგადად საზოგადოებამ ბიზნესმა ის პრობლემები დღეს ქართულ ფეხბურთში არის და საუბარია საკლუბო ფეხბურთზე. ამისთვის მზად ვარ და დიდი მადლობა მოკლედ მოწვევისთვის. ჩვენ ყველა გადაცემაში, ყველა პოდკასტში მზად ვართ რომ მივიდეთ. ჩვენ ძალიან ღია ვართ საზოგადოებასთან სასაუბროდ. მგონია რომ ეს საუბრებია მთავარი, რაც შეიძლება რამაც შეიძლება წინ წაწიოს საკლუბო ფეხბურთი. ეს იმიტომ აღვნიშნე, რომ მაყურებელს რადგან ქონდა რამდენიმე ადამიანი, რადგან მომწერა რომ არ მოდიან, ესე არ არის. თუნდაც როდესაც ეხა ბოლოს დაგავშირდით პირველივე შეთანხმებაზე დათანხმდით, უბრალოდ მე თვითონ ველოდებოდი, ასე ვთქვათ, პრეზიდენტის. შეიძლება კარგი არის ჯერ მოისმინეთ სხვადასხვა კლუბების პოზიციები, მათი აზრები და შესაბამისად დინამო თბილისს დაიტოვეთ ბოლოს. ეგეც კარგია. კარგი, დავიწყოთ 4 ტური. გავიდა უკვე. პირველი
მოგება, შემდეგ ორიფრე, ბოლოს მარცხი, როგორ შეაფასებთ ამ დასაწყისს? მოგება თან ისე მოხდა, რომ მოუგეთ ამ დროისთვის სატურნირო ცხრილის ლიდერს და დასაწყისიც კარგი იყო, თუმცა შემდეგ რაღაცა არ წავიდა ისე, როგორც ალბათ არც თქვენ და არც გულშემატკივარი ისურვებთ. მოდი ესე ვილაპარაკოთ, რომ სპორტული კუთხით შედეგებით რა თქმა უნდა ახლა დინამო თბილისის ყველას მოლოდინი იცით, მე მგონი ჯობია რომ ჩვენ ვილაპარაკოთ პრობლემებზე. კი, რა თქმა უნდა. პირველ ტურში მოვიგეთ, შემდეგ ორი ტური ვერ მოვიგეთ, შემდეგ მოსაგები თამაში წავაგეთ გუშინ, ძალიან გულდასაწყვეტია და ამის ახსნას, ამაზე მსჯელობას მგონი ჯობია რომ ვილაპარაკოთ იმაზე, რა არის თავარი, რომ მარტო დინამო კი არა, ზოგადად ქართული საკლუბო ფეხბურთი წინ წავიდეს. ეს კონკურენცია, რომ პირობითად უშუალო კონკურენტთან წააგებ, ან ვიღაცას ვერ მოუგებ, ან დებიუტანტთან პირველ ტურში გაგიჭირდება და უშოთ, მაგრამ მაინც მოიგებს, სხვათა შორის ძალიან კარგი გუნდია სპაერი. მინდა რომ წარმატებები უსურვო, არავის ყველა ჩერფინელ წავაგეთ შარშან სპაერთან, რა თქმა უნდა ძალიან გულდასაწყვეტი და თუმცა ხო ვფიქრობ, რომ ის ფინალი დამსახურებლად მოიგო სპაერმა, კარგად დაგეგმა, კარგად იმუშავა და დღევანდელი შედეგებით შეიძლება ვიმჯეროთ, რომ ეს ადამიანები სწორად უდგებიან თავის საქმეს, კონკრეტულ კლუბს ხედავენ კონკრეტულ ადგილას და შესაბამისად სტაბილურად ხდება ამ გუნდის განვითარება და ამიტომ ხო ძალიან დიდი რისკი მივიღეთ ჩვენ აი ვისთან წააგეთ, ასე შემდეგ. ამიტომ მოდი ვილაპარაკოთ პრობლემებზე და ამ რა თქმა უნდა ახლა დინამოს 4 ტურის შემდეგ 5 ქულით დადებითად ვერავინ ვერ შეაფასებს, მათ შორის დინამოს გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი, უფრო მეტი გვინდა, უფრო მეტი მოეთხოვება ჩვენ ფეხბურთელებს, რომელსაც ვფიქრობ, რომ საქართველოში დღესდღეობით ჩვენ საუკეთესო შემადგენლობა შევკრიბეთ. თუმცა ამას გვაჩვენებს ზუსტად ეს ჩემპიონატი და ის მათ მიერ თამაში, ასევე მეტი მოეთხოვება ჩემ მწვრთნელებს და მის სტაფს, რომელიც ყოველდღიურად მუშაობენ და მართლა ძალიან ბევრს მუშაობენ. ამიტომ მოდი ეს შეფასებები გავაკეთოთ ჩემპიონატის ბოლოს, სად ვიქნებით, ასევე შუალედური შეფასება გავაკეთოთ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი თამაშით. მოდი გადავიდეთ პრობლემებზე, რა პრობლემები გვაქვს და რა სად ხედავთ გამოსავალს. მე მგონი ესე ჯობია, ხო? ანუ თან ყოველთვის მინდა რომ გულშემატკივრობაც იცო, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი მე ვარ, რადგან მქვია გენერალური დირექტორი, ყველა მიმართულებაზე პასუხისმგებელი ვარ და თქვენ იცით, რომ სპორტული შედეგების გარდა გულშემატკივარი არაფრით არ აფასებს, სულ არ აინტერესებს როგორი საიტი გაქვს, რა ავტობუსი დადიხარ, რა ფორმა გაცვია, შენი ბალახი როგორ მდგომარეობაშია, გაქვს თუ არა კარგი სოცმედია, მარკეტინგი, რამდენი მაიკს სულს არ აინტერესებს. იმას სჭირდება რომელ ადგილზე გადიხარ, როგორ მოიგებ თამაშებს ევროპულ ასპარეზზე და ასე შემდეგ, როგორ შეინარჩუნებ ამ ფეხბურთელებს, ან გააკეთებ კარგ ტრანსფერს და დაუშვათ გადავა. ეს სჭირდება მარტო შენ მოგება სჭირდება მარტო გულშემატკივარს. ამიტომ მგონია რომ ჯობია სპორტული შედეგებით, რა თქმა უნდა, და ძალიან მაღალი რისკის და მაღალი კრიტიკის ქვეშ ვართ და ამას ვიღებთ ვაცნობიერად. მოდი პრობლემებზე ვისაუბროთ და როგორ ხედავს დინამოს მენეჯმენტი ამ პრობლემების მოგვარებას, არა მარტო დინამო თბილისის ჭრილში, ზოგადად ქართულ ფეხბურთში რა უნდა მოხდეს, რა ცვლილებები უნდა მოხდეს. მე მგონი ესე ჯობია, თორე არ ვაფასებ 5 გოლას მოკლედ 4 თამაში დინამოს და რა თქმა უნდა ძალიან ცუდი შედეგია. მაგაში ისედაც გეთანხმებით, რომ ჯერ 4 ტურით არაფერი არ წყდება და წინ კიდე მთლიან ჩემპიონატია. თუ ზაღად 12 მინდოდა მართალი გითხრათ. გეგმა ეს იყო. კი, რა თქმა უნდა, ეს ყველას გეგმა აქვს დარწმუნებული ვარ. აი პრობლემები, რა თქმა უნდა, პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ და მთლიან ჩემპიონატშიც, მაგრამ დავიწყოთ დინამოდან, აი დღის მდგომარეობით თქვენი გადმოსახედიდან და რატო არის ამდენი კრიტიკა, რა პრობლემა არის დინამოში, ყველაზე ესე ვთქვათ მთავარი და თუ მუშაობთ ამის გამოსასწორებლად და რა ნაბიჯებს დგამთ ამისთვის? დავიწყოთ იმიტომ კრიტიკა დინამო თბილისის ექნება ყოველთვის. კი. დაწყებული საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, როდესაც დინამო თბილისი ხან იყო ტოპი, იგებდა თასს, იგებდა ჩემპიონატს, მოიგო თასების ფლობელთა თასი. ყოველთვის იყო რომ რაღაცა პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მოდი გავიხსენოთ, რომ დინამო თბილისი იყო საქართველოს ნაკრები. მთელი ქართული ფეხბურთი იმ პერიოდის მუშაობდა, რომ დინამო თბილისში მოხვედრილიყვნენ საუკეთესო ფეხბურთელები.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ დინამო საბჭოთა კავშირიდან ფეხბურთელები ევროპაში ვერსად ვერ წავიდოდნენ, რაც არ უნდა კარგი შემოთავაზება ქონდათ და სპორტულად თუ ფინანსურად კარგი ოფერი ყოფილიყო ფეხბურთელის თუ კლუბის მიმართ. ამიტომ ეს რაღაცნაირად ჩაკეტილი წრე იყო, მაგრამ მაინც ამ მოცემულობაში კი დინამოს ძალიან დიდი კრიტიკა ჰქონდა რა, არ პატიობდნენ წაგებას ევროპაზე დაუშვათ ბელგიურ გუნდთან, რომელიც არაპატიეს და მოკლედ იყო ძალიან სერიოზული კრიტიკა, არ პატიობდნენ წაგებას სომხურ გუნდთან, რომელიც წაგებას ვერ მოგებას არ პატიობდნენ. ამიტომ ეს კრიტიკა ყოველთვის იქნება, ამის მესმის, მაგრამ რო შევაფასოთ და შევადაროთ ის რეალობა, რაც იყო მაშინ და რაც არის დღეს, მაშინ როცა ძრებოდნენ ბაბუა მიყვებოდა მახსოვს, რომ პალტო გახია, როგორ გადაძრო დინამოს თამაშზე და ჩამოეკიდა იმას, ქვია, ღობეს და პალტო გახია და როგორ ძალიან სიამაყით იხსენებდა ამ ყველაფერს. ანუ მაშინ იყო სხვა რეალობა, სავსე ტრიბუნები, დიდი ინტერესი, ჩვენ რო ეგ რეალობა გქონდეს, დამიჯერეთ ძალიან წინ იქნებოდა დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთი. არა მარტო დინამო თბილისი, მგონია დინამო თბილისი კარგად იქნება და სწორად იმუშავებს, რაც სად მივდივარ ახლა. მთავარი, რაც ჩემი უკვე დაახლოებით 13-15 წელია, რაც საკლუბო ფეხბურთში მუშაობ. ჩემი დაკვირვებით, გამოცდილებით, პრაქტიკით ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაკლია სტაბილურობა კლუბებს. ეს ზოგადი სისტემაა სტაბილურობა, ამაში ბევრი რამე შედის, არა მარტო ფინანსური. რას გულისხმობ სტაბილურობაში, რომ კლუბს უნდა კონდეს კონკრეტული გეგმა, ამ გეგმისთვის უნდა კონდეს გაწერილი ბიუჯეტი, შესაბამისი აქტივობები დაგეგმილი და ამ გეგმას უნდა მიყვებოდეს ძალიან სკრუპულოზურად. შესაბამისად შეთანხმებული ეს გეგმა გულშემატკივართან და ზოგადად დაუშვათ ან სახელმწიფოსთან, ან სპონსორებთან, ან დამფუძნებლებთან, ან საზოგადოებებთან, რომლებიც თეორიულად უნდა მართავდნენ კლუბებს და მგონია, რომ ეს ერთ-ერთი გამოსავალი იქნება ქართული საკლუბო ფეხბურთის, რომ კლუბები გახდეს ხალხმა ეს კლუბები როგორც საკუთრება ისე მიიღოს. ანუ ჩვენმა გულშემატკივარმა ეს კი არ უნდა მიიღოს, აი მე მომწონს, როდესაც იგებს ჩემი ქალაქის გუნდი, ან პირობითად ქართული გუნდი, ვიღაც ნეიტრალური გულშემატკივარი, რომელიც გორის დილას პირობითად რო გაიარა რამოდენიმე ეტაპი გულშემატკივრობს, რომ აი მივიდა იმის თამაში. მან უნდა ჩვენმა გულშემატკივარმა კლუბები უნდა როგორც საკუთარი ისე მიიღონ. როგორც თავის საკუთარი, როგორ არის ფან-კლუბები, ხო, იუვენტუსის ფან-კლუბი, ბარსელონას ფან-კლუბი, ესენი არიან როგორც საკუთარი. საქართველოში ძალიან ბევრი ყავს გულშემატკივარი ტოპ კლუბებს, ხო, მადრიდის რეალს, იუვენტუსს და ესენი ფიქრობენ, ჩვენ წავაგეთ, ჩვენ ესეთ რაღაცებს არჩევა, ჩვენ ხვდებით და უშოთ ეხა ძალიან ბევრი ხვიჩას გამო PSG-ს გულშემატკივარი, მაგრამ მანამდე ნაპოლის გულშემატკივრები გახდა, ხო. სანამ ეს არ გაჩნდება, ანუ დავიწყე სტაბილურობით, მაგრამ სტაბილურობის ერთ-ერთი კომპონენტი არის, რომ მაღალი ინტერესი უნდა იყოს და ქართველმა გულშემატკივარმა საკლუბო ფეხბურთი როგორც საკუთარი, როგორც ეროვნული ნაკრებია ჩვენი საკუთარი და ჩავედით 40,000 კაცს გერმანიაში, ესე უნდა გახდეს კლუბები გულშემატკივრისთვის და უბრუნდები სტაბილურობას. ჩვენ სანამ არ შევინარჩუნებთ ამ სტაბილურობას და ამას მე ვატყობ უკვე, რომ თითოეულმა გუნდმა უკვე დაიწყო ამაზე ფიქრი, საუბარია წარმატებული კლუბები, რომლებიც მეტნაკლებად წარმატებით ასპარეზობენ ეროვნულ ჩემპიონატში და სხვადასხვა წელებს იცავენ ჩვენს ქართული ფეხბურთის საკლუბო ფეხბურთის ღირსებას ევროტურნირებზე, ამისთვის დაიწყეს რაღაც და ეს ძალიან მახარებს. მათ შორის დინამო თბილისს შემიძლია გითხრათ, მოდი მარტივი და დაკვირვება გავაკეთოთ, რომ პირველი წელია, როგორც მე მახსოვს, რომ ევროტურნირებზე გასული 4-ვე კლუბი ყავს იგივე მწვრთნელები, მეტნაკლებად იგივე შემადგენლობა. ხო, ეს ყოველთვის ხო, ეხლა მაგალითად ძალიან დიდი კრიტიკა დინამო ძალიან ხშირად. მოდი ავიღოთ რომან ფიფიამდე რა ხდებოდა დინამო თბილისში, აი ჩავალოთ ვიკიპედიაში ჩავწერო და ნახოთ, ყოველ წელს მთელი იცვლებოდა. რატო იყო? არის დიდი წნეხი, არის დიდი ზეწოლა გულშემატკივრებისგან, რომ ყოველთვის ჩემპიონი უნდა გახდე, ყოველთვის წარმატებას მიაღწიო, ასე შემდეგ და ამის გამო ხდება ამ ცვლილების ცვლილება რა. ეს გორია რომ ძალიან უკან ხევს პირობითად იმ მიზნებს, რომელიც შეიძლება კლუბმა დაისახოს. დაუშვათ ჩვენ ხშირად გვიტყვია, რომ ეხლა დაუშვათ აი ჩვენი აკადემიის აღზრდილებით მხოლოდ მათ შორის ჩემ პერიოდში. არ გამოვიდეს ჩვენი აკადემიის აღზრდილებით, ეხლა მოდი ისევ ლეგიონერები ან დინამოდან წასული ფეხბურთელების დაბრუნებით და ანუ ეს სანამ არ დასრულება და მე ვფიქრობ, ჩვენ დავასრულეთ და ჩვენ გვაქვს გეგმასაც მივყვებით. წარმატებაზე ფიქრი რთულია. თუმცა ას ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი გუნდი, აი ქუთაის დინამო თბილისის მთავარი ოპონენტი ქართულ ფეხბურთში ქუთაის ტორპედო, ხო? ძალიან დიდი კრიტიკა აქვს ქუთაის ტორპედოს. მიუხედავად იმისა, რომ მე დინამო თბილისის დირექტორი ვარ და ძალიან არ უნდა მიხაროდეს მათი დაუშვათ რაღაც განსაკუთრებული წარმატებები, კლუბის ფლობელი და მისი მენეჯმენტი აკეთებს ისეთ ინვესტიციას გუნდში, რომელიც ძელბოდიანში ქუთაის ტორპედოს მოუტანს წარმატებას.
ამიტომ ცოტა რთულია ეს ინფორმაცია ხალხმა უნდა გაითავისოს, შეხედოს წარმატებულ მაგალითებს და მე ანუ ხვალვე რო ჩემპიონობას გთხოვენ, ხვალვე რო ჯგუფში შესვლას გამორიცხულია რა დღევანდელ პირობებში ჩვენი ეკონომიკური მოწყობის ქვეყანაში იმ ქვეყანაში სადაც სამწუხაროდ ძირითადი ნაწილი არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და სახელმწიფო აკეთებს ამ საქმეს ნაცვლად ხალხისა და ნაცვლად ბიზნესისა, რთულია რომ მოთხოვო დაუშვათ რომელიმღაც საფეხბურთო კლუბის ფლობელს, რომ შენ ახლა დახარჯე მილიონები და უნდა შემიყვანო ჯგუფში მაინც და მაინც რა. შეიძლება რაღაც პერიოდი მაგალითად დინამო თბილისის მაგალითი ავიღოთ. რამოდენიმე წლის წინ დაიწყო ხო პრობლემები 5-6 წლის წინ დინამო თბილისის მანამდე ორჯერ UEFA-ს პლეი-ოფშია ნათამაშები დინამო თბილისი. ანუ იყო სერიოზული ბიუჯეტი, მოყავდათ ფეხბურთი, რა თქმა უნდა იყო მაშინაც შეცდომები, ხა შეუსტომელი არავინ არ არის. ხანდახან ემოციურად, ხანდახან არა სასურველი შედეგების გამო, ხანდახან დაგვიანებული, ხანდახან ნაჩქარები გადაწყვეტილებები, რომლებაც ვერ მოიტანა ის შედეგი, რაც გულშემატკივარს უნდოდა. ხო იყო, მე ვარ ნამყოფი დინამო თბილისის თამაშზე, აიქთან, სადაც 40,000 კაცი დღესაც შენახული მაქვს ის კადრებით, ტელეფონით გადაღებულ 40,000 კაცი იყო მოსული დინამო თბილისის პლეი-ოფის თამაშზე და ნუ ბოლო წუთს პენალი თუ გახსოვთ, რომ გუდიონსელმა გაგვიტანა თუ სწორად მახსოვს და ნუ ვერ გავედით. აი რა მოხდა შემდეგ, რატო დაიწყო ეს პრობლემები თუნდაც 6 წლის წინ, ხო? 6 არა, და ეს პრობლემები დინამო თბილისში დაიწყო დაახლოებით 15-16 წელს, ამაზე მე არ მაქვს უფლებამოსილება, ხო ვისაუბრ მოგეთ დინამო თბილისის პრეზიდენტს და მის ოჯახს, რომელიც ფლობს დინამო თბილისს. ის ბიზნესი რა ბიზნესითაც ხდებოდა დინამო თბილისის დაფინანსება, ამ ბიზნესში შეიქმნა პრობლემები და ეს ესავარაუდოთ პრეზიდენტის პრეროგატივა რო ისაუბროს ამ პრობლემებზე. ამ ფინანსური პრობლემების შემდეგ დაიწყო დინამო თბილისში ძირითადი პრობლემა, რომელსაც დღესაც ხო, რადგან თქვენ თქვით, რომ 6-7 წლის წინ განსაკუთრებით მაგით ვამბობ, თორე კი ბატონო. რომელიც დღესაც ეს პრობლემები გვაწუხებს, ძირითადი ჩვენი პრობლემა არის ფინანსური არასტაბილურობა, რომელიც მეტნაკლებად ჩვენ ამას თავს ვართმევთ, ჩვენი ტრანსფერებით, პირობითად, ჩვენი სწორი მუშაობით სპონსორებთან და ასე შემდეგ, ასევე სახელმწიფოსთან და მოგეხსენებათ ამ ფონდის დირექტორი ვიყავი მე 4 წელი და რომ არა ეს ფონდი ჩემი აზრით ამ დონესაც არის, ეს დონეც არ ექნებოდა ქართულ კლუბებს და ვისურვებდი რომ მოხდეს ამ ფონდის უფრო მეტად გაძლიერება და უფრო მეტი აქცენტები პირობითად განვითარებაზე, ამ შემთხვევაში სპორტული შედეგების მიმართულებით წახალისება და უშუალოდ ბიზნესმენების, ახლა ფონდმა გამოიწვია, რომ კლუბების უმრავლესობა არის კერძო. თუმცა მეორე მინუსი აქვს ამას, რომ აქედან რაღაც ნაწილს ძირითადად ისეთი აქტიური ინვესტიციები ვერ მოაქვს ფეხბურთში და ძირითადად ფონდის 70% ფონდის დაფინანსება არის, მაგრამ დაუბრუნდები, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მოდელის შესაბამისად, ანუ რადგან ბიზნესი არ დებს ფულს, ვერ დებს ფულს ფეხბურთში, სამწუხაროდ ეს არის მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და რამოდენიმე დაუშვათ შემთხვევაში კლუბის ფლობელის პასუხისმგებლობა, მაგრამ ზუსტად აქ მივდივარ, როდესაც უფრო მაღალი ინტერესი იქნება გულშემატკივრებისგან. ჩემი ამოცანა არის 2026 წელს, რომ მინიმუმ 5,000 გულშემატკივარი წლის ბოლოს დავაფიქსირო დადის დინამო თბილისში საშინაო თამაშებს. ეს აქტივობა როგორც კი გაიზრდება, უფრო მეტი ფული მოვა ფეხბურთში. სახელმწიფოს უფრო მეტად ჩაერთვება, იმიტომ რომ დაინახავს ხალხს ნამდვილად აინტერესებს. თუმცა ფეხბურთი რო ხალხს აინტერესებს, ეს ნაკრების მაგალითზე გამოჩნდა, მაგრამ აი ეს არის მთავარი ამოცანა, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ გულშემატკივარი ტრიბუნაზე. სამწუხაროდ ვერ დავეთანხმებ გულშემატკივარს, რომ ჯერ შედეგია ჩვენ და მერე მოვალ. მე ვამბობ, რომ სანამ ტრიბუნაზე არ დაბრუნდება გულშემატკივარი, ჩვენ შედეგი არ გვექნება. მაგნაწილში გეთანხმები და მე არაერთხელ მithქვამს, რომ ყველანაირი კრიტიკა მესმის რაღაცა პრეტენზიები ასე შემდეგ, მაგრამ სწრაფი გამოსავალი ესე რომ ვთქვათ რა, რომ აი თუნდაც სეზონის ბოლოს უკვე ძალიან განსხვავებული შედეგი მიიღოს ყველა კლუბმა არის გულშემატკივრის მისვლა. თუნდაც ის რომ არის ასე ვთქვათ პრეტენზია ფეხბურთელის თამაშის ან რაღაცა მწვრთნელის გადაწყვეტილებების ან რაღაცა მენეჯმენტის გადაწყვეტილებების ტრიბუნიდან უნდა ისმოდეს ასე ვთქვათ აი როცა ამის ხმა ან რო ამბობ ანგარიშვალდებული ვიღა ხო ვართ უნდა მივიდე ამ ცუდი თამაშის საყურებლად რო ამბობენ თუ არ მოგწონს ეს თამაში და გინდა რომ კარგად ითამაშო, მაშინ უნდა მიხვიდე და გუშინ არ თამაშს უყურეთ? მოთხოვ. გორის დილასთან. აი, რა ვიცი, ფეხბურთი ხო გიყვართ, ანუ ცუდი თამაშია თუ ძალიან კაი თამაშია.
მეხუთე ტური ზოგადად ძალიან კარგი გამოვიდა მთლიანად. ძალიან კაი თამაში იყო. იგივე ბათუმის დინამოს მომენტები ვნახე, ძალიან რატო უნდა მივიდეს, ან თუ გვინდა ჩვენ საკლუბო ფეხბურთი, მოდი ვთქვათ, რაღაცა რომ გინდა იმისთვის რაღაც აკეთებ. თუ გულშემატკივარს უნდა რომ ჩვენ გქონდეს საკლუბო ფეხბურთი და რა თქმა უნდა ხა ძალიან დიდი გეპი არის ჩვენსა და ევროპის ტოპ ქვეყნებს შორის, ხო? მაგრამ რაღაცა კუთხით გვაქვს ჩვენიც რა, სიამაყეა ხო, ჩვენი ნაკრები გვინდა რომ ესპანეთს მოუგოთ პირობითად რა და ყოველთვის აი იმედგაცრუებული ვართ ესპანეთთან ვერ მოვიგეთ ის თამაში და დავდივართ მოწყენილე პირობითად რა. გვინდა რომ თურქეთს მოუგოთ რა. თუმცა ეს სურვილი კარგია, მაგრამ ანუ ჩვენ რას ვაკეთებთ? მე როგორც რიგით გულშემატკივარს გეუბნები, მე რას ვაკეთებ იმისთვის, რომ საკლუბო ფეხბურთი აი რაღაცა ხო ძალიან კარგი მაგალითი არის. სხვადასხვა ერთ-ერთ პოდკასტში ვიყავი ამას წინებზე, ეს მაგალითი მოვიყვანე. წლის შემაჯამებელი და დაჯილდოება იყო და ბატონი თემურ ჭყონია, როგორც ფეხბურთის ძალიან დიდი გულშემატკივარი და ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორი, ნუ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მოგეთ წინა წელი რა თქმა უნდა კარგი იყო რომ ეს ჩვენ მსოფლიო ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ ნაკრებით. 25 წელს არ გითხრათ ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო რომ დინამო თბილისი ვერ მოხვდა მოკლედ ძირითად ბადეში ახალგაზრდული იუს ლიგის მოკლედ. და პირველ თამაში 19 თამაში მოგებული და მე შემდეგ წავაგეთ მოკლედ ისე 2-0 და პენალტების სერიაში გამოვართ. მაგრამ ჩემ თავს ვკითხავ რა მე რა გავაკეთე ან როგორც მინიმუმ ხო შემეძლო რომ მივსულიყავი სტადიონზე და უბრალოდ სტადიონიდან დამეჭირა მხარი დინამო თბილისისთვის და აი ძალიან კარგად აი მით უმეტეს ახლა ამხელა ბიზნესმენის და ესეთი ჭკვიანი ადამიანის ნააზრევია და მინდა ყველა გულშემატკივარმა ეს გაიგოს რომ ის თქვენი გასაკეთებელი გააკეთეთ რა სტადიონზე მოდით მე სხვა არაფერს არ ვითხოვთ უბრალოდ სტადიონზე უნდა მოხვიდეთ რა სტადიონზე მოსვლა თითოეულ გულშემატკივრის ძალიან დიდი კონტრიბუცია მოაქვს ფინანსურის და არაფინანსურიც ის ფეხბურთელი სხვანაირად ითამაშებს იქ როცა ამდენი ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ხო გარშემო ის თამაშს და ასევე ბატონ თემურს მადლობა მინდა ამ მისი გულწრფელი ემოციისთვის და მართალი გითხრათ გვინდა ჩვენ გვაქვს ახლა პროექტი დამუშავებული მარკეტინგული ჯგუფს ჩვენთან დინამო თბილისში რომელიც ახლახანს დავიწყეთ დინამო თბილისის next gen-ი დავარქვი ამ გუნდს ახალგაზრდა ადამიანები ძალიან მოტივირებულები რომელიც ზრუნავენ მოკლედ სხვადასხვა მიმართულებით დინამო თბილისის ახალ პროექტებზე და მინდა ბატონ თემურთან რომ მივიტანოთ ეს და შეუძლია მას რომ გააკეთოს ფეხბურთისთვის არა მარტო დინამოს ზოგადად ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის რომ დაგვეხმაროს მისი რესურსით დაგვეხმაროს გულშემატკივრის დაბრუნებაზე სტადიონზე რომელიც პირდაპირ პროპორციულად გააძლიერებს ყველა კლუბს. წარმატებებს გისურვებთ მაგ ნაწილში, თუმცა ზუსტად გამოსვლასთან დაკავშირებით ამ თემაზე სხვა ასე ვთქვათ პრეზიდენტებთან მისაუბრია და აქაც უთქვამს რამდენიმეს რომ კონდათ შემდეგ მცდელობა რაღაცა თანამშრომლობა შემდგარიყო, თუმცა სამწუხაროდ არ გამოვიდა და გულდაწყვეტილები იყვნენ ამაზე და მე ზოგადად ვფიქრობ, რომ მსგავს ადამიანებს და მსგავს ვისაც აქვს შესაძლებლობა თუნდაც ფინანსურ ნაწილში ან რაღაც ნებისმიერ სხვა საკითხში გვერდში დგომა, ეხლა ნებისმიერი კლუბი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ყველას გვერდში დგომა. გააჩნია მოგეთ რას მოთხოვ მოკლედ კონკრეტულ ბიზნესს. ეხლა როგორც ვიცი ჩვენ Coca-Cola არის ყოველთვის საფეხბურთო ფორუმების პარტნიორი და ეხლა თუ პიროვნულად ბატონ თემურთან მივიდენ და თხოვეს რომ დააფინანსე ჩვენი გუნდი, ცოტა ხო უცნაური არ ვიცი ხა ეს პროექტი არ მაქვს. მე მაქვს საუბარი რომ ბევრ ამას აკეთებს ბატონი თემურ და Coca-Cola ქართული ფეხბურთისთვის, არის ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორი, ასევე არის სასკოლო ძალიან ბევრი ტურნირის პარტნიორი და ძალიან ჩვენი პარტნიორიც არის მისი ერთ-ერთი კომპანია წყალიმთის და აქედან გამომდინარე და მისი მით უმეტეს ფეხბურთისადმი სიყვარული მე პირადად ვისვამ და მაგიტომ გეუბნებით და ამიტომ მაქვს რაღაცა უბრალოდ ჩვენ პროექტი გვაქვს ახლა მე არ გეუბნებით რომ განსაკუთრებულად იმედი გვაქვს ახლა რომ ვიღაც ამ პროექტს და მაგრამ გონია რომ ის რაც მოცემულობა არსებობს Coca-Cola შეუძლია ამის გაკეთება რომ რაღაცა ხარდაჭი მაგალითისთვის გეტყვით ჩვენი გენერალური სპონსორი არის კროკობეთი ხო ჩვენ პარტნიორობის იქით გვაქვს კიდე ბევრი აქტივობა რომელიც გითხარით თუ ჩვენი მიზანია ერთობლივი ჩვენი და კროკობეთის რომ დინამო თბილისის საშინაო თამაშებზე მინიმუმ 5000 გულშემატკივარი დადიოდეს აი როგორ აპირებთ მაგას ამას როგორ ვაპირებთ ნელა გაჩვენებთ და ნელა აი მოგეთ რაღაცა ხო ნუ ეხა მოგეხსენებათ ეხა ის ეხა დღევანდელი ჩემი სტუმრობა თქვენ გადაცემაში არის ერთ-ერთი იმის საშუალება რომ მე მივაწოდო ადამიანებს ჩვენი პოზიცია რომ მათ გარეშე ჩვენ წარმატებულები ვერ ვიქნებით
ესეთი აქტივობებით, ესეთი PR კამპანიებით შეგვიძლია ამის გაკეთება და ხდება არის PR ტექნოლოგიები ისეთი, რომელიც ადამიანს უჩენს мотиваციას კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის, ხო? ეხლა კონკრეტულ რაღაცებს ნელ-ნელა შევთავაზებთ საზოგადოებას. ერთ-ერთი მათ შორის არის ჩვენ დავიწყეთ ახალი მოკლედ პროექტი, წეგან რაზეც ვისაუბრე, რომ ჩვენმა გულშემატკივარმა საკუთრების ის რაც პირობითად თეორიულად გვესმის, რომ დინამო ჩვენია და დინამო არ არის რომ ფიფიასი მარტო და ზაზადოლიძის და დინამო ჩვენია და ჩვენია. ეს ჩვენია საქმეში უნდა გადავიტანოთ. ანუ ამ ჩვენიამ უნდა მოგცეს კონკრეტული შედეგი და ჩვენია დინამო, ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ გულშემატკივარს, რომ გახდნენ წევრები საზოგადოების, რომელიც საზოგადოებას იქნება დინამო თბილისის გულშემატკივრები. ამ წევრობის სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, მათ ყოველწლიურად უნდა რაღაც კონკრეტული თანხა გადაიხადონ, მაგრამ მიიღებენ ძალიან ბევრ ბენეფიტებს, დაწყებული ბილეთებიდან და კლუბის ატრიბუტიკიდან დამთავრებული ჩვენი პარტნიორები, რომელიც დაახლოებით 100 უკვე მოლაპარაკებული ვართ, სხვადასხვა სფეროს კომპანიები თავაზობენ დამატებით ბენეფიტებს, ესენი იქნებიან, ეს იქნება მათი ასევე სამოტივაციო რომ დაუშვათ დინამოელობით და დინამო თბილისის გულშემატკივრ დინამო თბილისის წევრობით ეს მიიღებს ყოველდღიურ ბენეფიტებს და ყოველდღიურ სარგებელს და ასევე ექნება პირდაპირ წვდომა დინამო თბილისის მენეჯმენტთან, მათ ეყოლება წარმომადგენლები, რაც ყველაზე მთავარია, მათგან დობით აღჭურვილი პირები, რომლებიც ამ ყოველდღიურ, მე ხო ყოველდღე არ დავდივარ გადაცემებში და ყოველდღე არ ვაკეთებ განმარტებებს და კომენტარებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ხო როგორც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, ასევე ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე. მათი წარმომადგენლები იქნებიან საქმის კურსში, თუ რატო ვაკეთებთ ამას, ანუ როგორ გეგმავთ ბიუჯეტს, რა აქცენტებს ვაკეთებთ, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას ფეხბურთელის მოყვანაზე ან ფეხბურთელის გასხვისებაზე. ესე ამით ვფიქრობ, რომ ჩვენ გულშემატკივარს გაუჩენთ საკუთრების შეგრძნებას, რომ დინამო განამხოლოდ სიტყვით და სადღეგრძელოთი არის მათი საკუთარი და დინამო თბილისი არის ამ გულშემატკივარს რეალურად გახდებიან დინამო თბილისის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართულები, რომელიც პარალელურად მოუტანთ სხვადასხვა ბენეფიტებს რა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივობა, რომელიც დავიწყეთ. მოვისმინე ორშაბათობაში იყო, როგორც მახსოვს, მაგ თემაზე საუბარი და მეც დამაინტერესა და ზოგადად განსხვავებულია და კარგია. უბრალოდ შემდეგ რასაც დავაკვირდი, ორი კითხვა იყო ყველაზე მეტად, რაც გულშემატკივრში გაჩნდა, ამ ესე ვთქვათ, პროექტის შემდეგ. პირველი, დაახლოებით რა ეხირება, ღირებულება რა იქნება და მეორე, ანუ გასაგებია ბენეფიტის რაღაცა ბენეფიტები შეგრძნება იმის, რომ დინამოსთან რაღაცა სხვა კავშირი მაქვს, მაგრამ აინტერესებდათ კონკრეტულად თუ ექნებათ რაიმე გადაწყვეტილებაში, ესე ვთქვათ, თუ მოხდება ადამიანების აზრის გათვალისწინება. შეიძლება რაღაცა ძალიან ისე ბანალურს ვიტყვი, უშუალოდ რაღაცა ტრანსფერი უნდა განხორციელდეს და უშუალოდ არც თუ შეეკითხებით ამ ადამიანებს და თუ იქნება ამავდროულად გათვალისწინებული მათი აზრი. მოდი ასე ვთქვათ, რა ეღირება ამას ძალიან შევაპირებთ, რომ აღდგომის მერე მოგეთ იქნება დემო ვერსია ჩვენი აპლიკაციის, რომელიც მეშვეობითაც ხდება ეს ჩვენი წევრების მოკლედ გაწევრიანება დინამო თბილისის გულშემატკივართა კლუბში და ეს რა ეღირება და რა პაკეტი იქნება უფასოც, რა თქმა უნდა, ადამიანს ექნება, მაგრამ არ ექნება ის ბენეფიტი, რომელიც ექნება ფასიან წევრობას. მოდი კომენტარს გავაკეთებ, ექნება რა გადაწყვეტილების მიღების უფლება ექნებათ. ჩვენ თუ ავიღებთ მაგალითებს ახლა, გულშემატკივარ ძალიან ბევრი უნდა იყოს წევრი და ყველას აზრის გათვალისწინება კონკრეტულ მენეჯმენტში ეს გადაწყვეტილებები ძალიან რთულია მიიღო გულშემატკივრის აზრით და მათი უმრავლესობით პირობითად და დაუშვათ მოვიყვანა თუ არა კონკრეტული ფეხბურთელი ან გავყიდო თუ არა კონკრეტული ფეხბურთელი. მაგრამ ინფორმაცია არის მათი წარმომადგენლები რო იქნებიან ჩვენთან ეს მათი წარმომადგენლები ობიექტურ იმას მიაწოდებს რა მოხდა ამ ბორდში როგორ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ინფორმაციაზე ექნებათ ხელმისაწვდომი იქნება მათთვის ინფორმაცია მაგრამ დაუშვათ აი რაში მიიღებენ მონაწილეობას დაუშვათ შეარჩიონ დიზაინი სათამაშო ფორმის დაუშვათ იგივე ხშირი კითხვები არის რომ ხანდახან ჩვენ სტადიონზე ხდება კონცერტი და ამის გამო გვიწევს რამოდენიმე ტურით სხვასთან ანუ ამას ვკითხავთ რომ აი დაუშვათ გვაძლევენ თუ არა ამის უფლებას რომ ვითამაშ, მაგრამ ხო ხდებით, ანუ ისეთი მართვის გადაწყვეტილების მიღება დაუშვათ, როგორც არის მწვრთნელის დანიშვნა ან განთავისუფლება პირობითად, ფეხბურთელის მოყვანა ან გაყიდვა, ეს ისეთი სპეციფიურია, ამას ყველა გულშემატკივარს ვერ შევეკითხებით. ეს არის უბრალოდ
კიდე ერთხელ დაუბრუნდები, ჩვენ რო გვეყოლება 30,000 მინიმუმ აქტიური წევრი დინამო თბილისის. მათ შეუძლიათ მოითხოვონ, რომ დინამო თბილისის დირექტორი შეიცვალოს. მათმა უმრავლესობამ და ნამდვილად მოусმენს კლუბის პრეზიდენტი და თუ 30,000 კაციდან 60% ითხოვს, რომ დინამო თბილისის დირექტორი ვერ აკეთებს თავის საქმეს კარგად და წავიდეს უბრალოდ რა დააფიქსირებენ და აყენებენ საკითხს მოკლედ თავიანთმა წარმომადგენლებმა, რომ დინამოს ბორჩი განახორციელონ ეს ინიცირება საკითხის, რომ დინამო თბილისის დირექტორი ამის და ამის გამო არ შეესაბამება იმ თემას და წავიდეს. მეორე დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას კლუბის პრეზიდენტი და მოხსნის დირექტორს. ანუ სამომავლო პერსპექტივაში განიხილება ეგ ვარიანტიც, რომ ამ ადამიანებმა ზუსტად ეგ მინდა რა, ანუ ადამიანები როცა ჩვენ ვამბობთ, რომ გჭირდება რომ მათ გაუჩნდეთ საკუთრების შეგრძნება, რომ დინამო თბილისი არის მათი საკუთრება და შენ საკუთრებას ზრუნავ ხო ეხლა რაღაცა ზრუნავ შენ საკუთრებაზე რაღაცა თანხას იხდი, უვლი, როგორც მინიმუმ ყურადღებას აქცევ. ვცდილობ რომ მინიმუმ იგივენაირი იყოს თუ უკეთესი არა და არ გაუარესდეს, ხო? ამ კუთხით ჩვენ ვაძლევთ, კი ბატონო, ჩვენ გჭირდება ეს გულში. მარტო დინამოს კი ყველას ესეთი უნდა. ყველა კლუბს გჭირდება ესეთი გულშემატკივარი, ესეთი წევრი, რომელიც რა თქმა უნდა ზრუნავს, მაგრამ ასევე აქვს ძალაუფლება. ჩვენ 30 კაცი რო ითხოვს, რომ დოლიძე წავიდეს, კი წავალ, მაგრამ 30 კაცი არ ქმნის ამინდს. უნდა მოითხოვოს 30,000-მა და წავა მეორე დღეს. თუ ცუდად ვაკეთე, ამ პირიქით რა მაგარი ტიპია და ნუ კიდე დავიტოვოთ და ეს არის ჩვენი მოკლედ ერთ-ერთი ჩვენი ხედვით საკლუბო ფეხბურთის მაცოცხლებელი და წინ წამწევი რა თქმა უნდა რა. აი ფინანსური ნაწილზე ისაუბრეთ და ნუ ეგრეა ყველა მაგას აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი და რეალობაც ეგ არის, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქართულ საკლუბო ფეხბურთში არის ფინანსური ნაწილი. თქვენ შემთხვევაში, ანუ ახლა როგორ არსებობს დინამო თბილისი, აი რო დავყოთ თუ არის შესაძლებელი თუ გაქვთ ამის უფლება რა თქმა უნდა, პირობითად ფონდიდან მიღებული თანხა, ტრანსფერებიდან, ანუ ამის ფედერაცია ხო სპორტული ხო ხედავ ავიცილე ეგრევე. ამაზე შემიძლია ღამე რომ გამოგვიწო გეტყვით. დაახლოებით 30% არის ფონდის მიერ გადახდილი თანხა, რასაც ფონდი აფინანსებს, სადღაც 20% არის სპონსორების, დანარჩენი ჩვენი აქტივობები, ტრანსფერები, ევროპის, ანუ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მიღებული შემოსავალი და ასე შემდეგ. ანუ რამდენად სტაბილურია, იმიტომ რომ უნდა გკითხოთ, ნუ გავრცელდა ყოველ შემთხვევაში დაზუსტებით არ შემიძლია ამის თქმა, მაგრამ იყო ასეთი ინფორმაცია, რომ ახალ 29 დეკემბრამდე 3 თვის დავალიანება ჰქონდათ ფეხბურთელებს. ანუ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლე და ეს უბრალოდ რაც გავრცელდა და რამდენად ხშირია ამ წლებში ვთქვათ, რომ ეს ჩვენ ვალდებულებებს ვისტუმრებთ, მაგრამ შარშან იყო ორჯერ იყო ესეთი პერიოდი, რომ ორი თვე დაახლოებით ხელფასი ვერ დავარგეთ. ეხლა მე ისაც ვიღებთ ფონდიდან დაუშვათ არის 30% პირობითად, ხო? რომელიც არ ყოფნის, რომ ჩვენ ან ხელფასი დავარგოთ, ან სხვა ვალდებულებები და იქ არის საწევრო პირობითად ჩვენი კომუნალურები, რომელიც ძალიან მაღალია, დაუშვათ ჩვენთან აკადემიაში ამ ბავშვების კვება, არა მარტო აკადემიაში პირველი გუნდის, მეორე გუნდის ასე შემდეგ რა. ამიტომ იყო ჩვენ გითხრათ ძირითადი ჩვენი ფინანსები არის ტრანსფერებიდან, რომელსაც ტრანსფერი გაკეთდება დაუშვათ და ამის ინსტალმენტები არის გაწერილი 6 თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ. ამის გამო ვიღებთ ცესხს დაუშვათ, მე ამ ცესხის მომსახურება და ასე შემდეგ. ამის გამო ხდება წელს ძალიან დიდი ჩვენთვის კლუბისთვის ანუ გავაკეთეთ ტრანსფერი, რომელიც საბას ტრანსფერი, რომელიც იმედი გვაქვს, რომ ჩვენ გარდა იმ ვალდებულებებს, რომელიც გვაქვს უკვე წინა წლებში აღებული, მოგცემს იმის სტაბილურობას, ფინანსურ სტაბილურობას, რომ წლევანდელი წელი იყოს ნორმალურად და კარგად მივდივართ. არ მინდა თვალი გვეცეს პირველი 4 თვე კარგად გავიარეთ. წელს იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ ეს პრობლემა ფეხბურთში არის დამიჯერე რა. ძალიან ბევრი ახლა მე არ გეტყვი მიუნხენის ბაიერნის პრობლემა აქვს, მაგრამ ძალიან იგივე გერმანიაშიც კი ხანდახან არის გადაცემა 2 კვირა, 1 კვირა და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში არის სლოვაკეთში დაუშვათ, ჩეხეთში ხანდახან მათაც არის რა თქმა უნდა, უბრალოდ მაყურებელსაც და მეც მაქვს ეგ განცდა, ზოგადად ეგ ნებისმიერ სურათში არ არის. ჩემთვის როგორც დირექტორს ძალიან ესეთი ემოციურად რთულია, რომ ადამიანი 2 თვე რო დადის სამსახურში, ფეხბურთელი რომელიც და ყველაფერს აკეთებს. მაგდროს როგორ შეიძლება მოთხოვ, ეხლა მე დინამოზე არ ვამბობ, სხვა კლუბებშიც იყო, ხო, იყო რა. როგორც ჩვენ იმდენად სპეციფიური სფეროა ეს ფეხბურთი. და იმდენად დაცული არის ფეხბურთელი და მწვრთნელი
FIFA-სგან და UEFA-სგან და შესაბამისად ფეხბურთის ფედერაციის გამორიცხულია რომელიმე კლუბმა მისი ვალდებული ბარში ასრულოს. გამორიცხულია. არა, საბოლოო ჯამში ყველა ასრულებს, მაგრამ მეცაც გეტყვით, ანუ ორ თვეზე მეტი ფეხბურთელმა ხელფასი რო არა იყოს, შეუძლია წავიდეს ფეხბურთის ფედერაციაში. გაგიწყვიტოს კონტრაქტი, წავიდეს სხვაგან ითამაშოს, მაგრამ კონტრაქტის ბოლომდე არსებული თანხა ბოლომდე მოგიგოს. ანუ ძალიან დაცულები არიან. აქედან გამომდინარე, ხანდახან მაქვს ხოლმე, ხო, რა თქმა უნდა, ეხლა ნერვიულობ, რომ ხელფასი რო გვიანდება, ნერვიულობ, მაგრამ მეორე მხარეს ვეუბნებ, რომ ამ ხელფასის არ ქონის გამო დაუშვათ, мотиваციის არ ქონის გამო, ჩვენ თუ თამაშები ვერ მოვიგეთ და ეს ქულები დავუკარგეთ. იმ ქულებს ვერ დავიბრუნებთ ჩვენ. ფეხბურთელებს ვეუბნები ამას და ამ ხელფასს იბრუნებთ მაინც, ხო? მესმის რომ რაღაც დაგვიანება პრობლემებს გვქნის, მაგრამ იბრუნებთ. აი ძალიან რთული ამაზე არ მიდეხა საუბარი. ძალიან რთული ახლა მე ვერ დავადანაშაულებ ფეხბურთელს, რომელსაც ასევე თანამშრომელს. ამიტომ მაინც ჩემი ბრალია ყველაზე მეტი ამ შემთხვევაში რა. ხო, იმიტომ რომ მით უმეტეს საქართველოში იმედი მაქვს რომ გამოვასწორე ეს ყველაფერი, გამოვასწორეთ ჩვენ ადმინისტრაციამ და პრეზიდენტმა ერთობლივად და იმედი ეს პრობლემები წარსულს ჩაბარდა. ასევე რადგან ფინანსებზე საუბრობ, თუ შეგიძლიათ გითხრათ არ მინდა რა თქმა უნდა კონკრეტული ფეხბურთელის რაღაცა ანაზღაურება, მაგრამ აი საშუალოდ დინამო თბილისში ანაზღაურება რამდენია და რატომ მკითხულობ ამას. იმიტომ რომ როდესაც აკადემიიდან წამოწეული ფეხბურთელები შემდეგ მიდიან და თქვენ რომ დინამოს რომ აკადემია ნომერ ერთ-ერთი პირველია ყოველ შემთხვევაში და ამას აღიარებს ყველა მაგაზე ყველა თანხმდებით, მაგრამ გულშემატკივრის მხრიდან ხშირად არის კრიტიკა, რომ აი სათანადოდ ვერ იყენებენ ამ ასე ვთქვათ აკადემიის ფეხბურთელებს, მალევე ყიდიან, მალევე უშვებენ და აი რამდენი უნდა კონდეს ხელფასი, დაუშვათ ფეხბურთელს თუნდაც ამ შემთხვევაში აღარ დინამოზე სწავლობ დინამოში, რომ დარჩეს და არ წავიდეს დაუშვათ რაღაცა მეორე ლიგაში, რომელიღაც არც თუ ისე მაღალ კონკრეტულ ხელფასს ვერ გეტყვი, მაგრამ გეტყვით რომ წინა წლებში პირობით დინამო თბილისში რაც მე დირექტორი ვარ, ყოფილა მაქსიმალური ხელფასი რაც ფეხბურთელებს მიგვიცია არის 15000 евро, თუმცა ჩვენთან საშუალო ხელფასი პირობითად მინიმალური ხელფასი 1000 евро პირობითად ფეხბურთელებმა ჩვენი აკადემიიდან მოდიან პირველ გუნდში დაუშვათ მინიმუმ 1000 евро აქვთ. მაგრამ აი როგორ გითხრათ რა ამ შეკითხვაზე ხა ძალიან რთული პასუხი. ხო იცით, ეს არის ბუნებრივი პროცესია. კარგი ფეხბურთელი მიდის უკეთეს ლიგაში, უკეთეს გუნდში, შესაბამისად უფრო მეტი ხელფასით. გამორიცხულია ქართულ რეალობაში ფეხბურთელს შესთავაზო. აი პირობითად შეიძლება ჩვენთან ფეხბურთელს კონდეს 10000 евро და ძალიან მარტივად წავიდეს და 30000 евро კონდეს. აი ამით ვერ გააჩანო. ხო, ეხლა ამაზე მინდა ყოველთვის გულშემატკივარს და რაღაც როგორ ვერ შეინარჩუნეთ, რატო ყიდით. ხო, ანუ აი საბოლოო ჯამში. აი წარმოგიდგენთ, დინამო თბილისს აქვს ძალიან მაგარი აკადემია რა. აი ყველაზე რთული არის ზუსტად ჩვენი აკადემიის ფეხბურთელების მენეჯმენტი. ყველაზე რთული ეს არის. აი წარმოგიდგენთ, რა არის ჩვენი აქტივი, ხო? ჩვენი აქტივი არის კონტრაქტი. ფეხბურთელს აქვს კონტრაქტი, რომელიც 18 წლამდე ფეხბურთელთან შენ 3 წელზე მეტი კონტრაქტის გაფორმების უფლება არ აქვს. ეხლა რამდენი ფაქტორი ახდენს ამაზე გავლენას. მშობლებმა იციან, რომ ეს დინამო თბილისის აკადემიაში არიან, მათი შვილები საუკეთესო ფეხბურთელები არიან საქართველოს მასშტაბით, როგორც მინიმუმ. ზუსტად იციან, რომ 18 წლის რო გახდებიან ეს ფეხბურთელები. დინამო თბილისკია საქართველოს ნებისმიერ გუნდზე ორჯერ მეტი ხელფასი შეიძლება მიიღონ იგივე აზერბაიჯანში, უკრაინაში, პოლონეთში, გერმანიის მეორე ბუნდესლიგა პირობითად ვიზახი ესპანეთში და ასე შემდეგ. ერთი რომ მშობელი და ფეხბურთელი დაარწმუნო, რომ დარჩეს დინამო თბილისში 18 წელზე ანუ კონტრაქტი ერთი წელი მაინც თუ არ გაქვს დარჩენილი, ფეხბურთელს ვერ გაყიდი, გამორიცხულია. ერთწლიანი ძალიან დიდი პრობლემაა, დაელოდება ეს გუნდი, დამთავრდება სულ უფასოდ წაიყვანს კომპენსაციით. ასევე თემაა, რომ ფეხბურთელი, რომელიც შენი აკადემიის აღზრდილია, სათამაშო დროით უნდა უზრუნველყო, ანუ მან უნდა ითამაშოს ის რაოდენობა, რომ მისი სპორტული წისვლა არ შეფერხდეს და ამას ძალიან რთულია მენეჯერებთან და მშობლებთან ამის დარწმუნება. თანამედროვეულად შედეგს თხოვენ, რომ შენ ახლა იმის არ გაქვს უფლება, რომ შენ მეკარემ დაუშვა შეცდომა ამის გამო პირობითად შენ თამაში წააგე და მეორე დღესაც მეორე თამაშიც დააყენო. ამას საზოგადოება გაწვევა. ასევე გინდა რომ მოდის შემოთავაზება უკეთეს ხელფასით კი ბატონო კლუბის რაღაც კომპენსაციას მიიღებს ან სატრანსფერო თანხას, მაგრამ შენ გინდა რომ შეინარჩუნო რომ არ გაუშვა და თან ფეხბურთელს კონტრაქტი უმთავრდება და მშობელმა დაარწმუნა. ეხლა რომ მოდი კიდე 3 წლიანი გავაფორმოთ, რომ ანუ ძალიან რთული პროცესია რა, ესე გარედან რო უყურებ პარტივია.
თან დამოკიდებული ხარ რომელიღაცა თუ არ გაყიდი ამ პროცესში შენი ბიუჯეტი ხო უნდა შეივსოს ხო ორთვიან სახელმწიფო დავალიანება სულ ხო არ გექნება გამორიცხულია ანუ ისეთი პროცესია რომელიც აი ადამიანები რომელიც ჩართული არ არიან ამაში ეს არ ესმით და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება მეტნაკლებად სტაბილური როცა ტრიბუნაზე ივლის გულშემატკივარი მათი აი როგორ გითხრათ დაახლოებით 40% ევროპულ კლუბებს აქვთ შემოსავალი ბილეთებიდან, სპონსორებიდან 40-50-იც. სპონსორებიდან თამაშის დღის შემოსავლები იქ რესტორნები მუშაობს, რეკლამა მოდის, პირობითად რაღაც სხვადასხვა აქტივობები საიდან ანუ ეს არა გვაქვს. ფლობელებსაც იმდენი ფული არ აქვთ რომ ეს დიდხნიანად სტაბილურად შეინარჩუნონ. მაინც ამაზე ხარ დამოკიდებული თან ამას ემატება ის რომ ჩვენ კი არა PSG და Manchester City ვერ ინარჩუნებენ თავის აკადემიის ფეხბურთელებს. ან პირიქით უწევთ მალევე გაყიდონ რომ ისიც არ დაკარგონ რაც თეორიულად შეიძლება რომ მიიღონ. ანუ ძალიან რთული პროცესია რა. ანუ ეს არ არის კონკრეტული პროდუქტი რაღაც ჭიქა რომელიც გაყიდი არ გაფუჭდება რა. და ფასი იგივე ექნება პირობითად ჩვენთვის. შეიძლება არ დააკლო და გაყიდო 100 ლარად მაინდა-მაინც. და ნაკლები არ გეყიდეს, მაგრამ ფეხბურთელი რაც რო გადის კონტრაქტი რომ თავდება, მას ვეღარ გაყიდი. ფეხბურთელი რჩება იგივე ღირებულად, გადავა დაუშვათ უფასო სხვა გუნდში, მის ხელფასი იქნება ბევრად მეტი ვიდრე ტრანსფერის შემთხვევაში, მაგრამ კლუბი კარგავს ამ რესურსს, ამ აქტივს. გასაგებია. ფინანსურ ნაწილში ისევ ეს ბოლო კითხვა იქნება ფინანსებზე. ანუ ახლა თქვენ როგორ ვთქვა, ანუ მხოლოდ ასე ვთქვათ იმაზე ხართ ორიენტირებული, რომ აი თუნდაც დავალიანება არ კონდეს და ყველაფერი წესრიგში იყოს, თუ არის იმდენი ფინანსური რესურსი, რომ დამატებით რაღაცა სხვა პროექტების განხორციელებისთვის, ასე ვთქვათ, დახარჯოთ თანხები. სპორტული თუ არასპორტული? სპორტულის და არასპორტულის თან ფეხბურთელს რაც ეხება და გულშემატკივარსაც. აი ფეხბურთელის შემთხვევაში საკმაოდ ხშირია დინამოში არ ვიცი დინამო თბილისში როგორ არის, მაგრამ აქაც უსაუბრიათ და ამის გარეთაც რომ აი მაგალითად აქვს რაღაცა მაისურის გაჩუქების პრობლემა, არ აქვს მეორე მაისური არის საბედნიეროდ ეგ პრობლემები არ გვაქვს. ხო, ზოგადად საუბრობ, არის რომ რაღაცა კვების პრობლემა, რაღაც აი თქვენთან თუ აქვთ ფეხბურთელებს რაიმე პრობლემა და თუ ასე ვთქვათ გაქვთ ფინანსური რესურსი იმის რომ ამ მიმართულებითაც იმუშაოთ და ასევე გულშემატკივრის ნაწილში გასაგებია თქვენ რაც ასე ვთქვათ მე თქვით რომ გაქვთ დაგეგმილი მაგრამ აი თუნდაც ძალიან ისეთ რო ავიღოთ მაისურები ისე ხო კი გაქვთ ფანშოპი იყიდება მაგრამ ანუ უფრო ხელმისაწვდომი რო გახდეს უფრო რაღაცა მრავალფეროვანი რო იყოს ეს ყველაფერი ხო რა ხელმისაწვდომები დაუშვათ რო შეეძლოს გულშემატკივრი ჩვენი მაისურის და დინამოს ატრიბუტიკის ყიდვა ეს გვაქვს ჩვენ გვაქვს ჩვენი ფანშოპი ორ ლოკაციაზე ასევე ყავს პარტნიორები ასევე ჩვენი გენერალური სპონსორი რომელსაც აქვს მისი ონლაინ მაღაზია რომელიც ყიდის ამ ჩვენ ატრიბუტიკას უპრობლემოდ ანუ ხელმისაწვდომი არის თუ ვიტყვით რომ ხელმისაწვდომობა ღირებულებაში ფინანსურ მგონია რომ ევროპულ მასშტაბებთან მიმართებაში უფრო ყველაზე 250 ლარი თუ არ ვცდები და ამ ბოლო პერიოდში ფასდაკლები იყო 30%-იანი თუ რაღაცა ყიდა თუ 20%-იანი და ყიდა 180 ლარი. 180 ლარი არის და თუმცა ქართულ რეალობაში ჩვენ გვაქვს ასე ფან ატრიბუტიკა, ანუ არა ორიგინალი მაისური. ჩვენ ახლა ვყიდით იმ მაისურებს, რომლებიც არის ორიგინალი, რომელთაც თამაშობს. ჩვენ პრაქტიკულად არის დაუშვათ რაღაცა 20-30%-იანი მოგება თეორიულად რა. ამან უნდა დაფაროს ის ასე ჩვენ ვიყენებთ იგივე თამაშის დროს გაცვლა ვიღაცა საჩუქრა და ასე შემდეგ. ეს ხო კომერციული მიმართულება არაფერი. ანუ ხელმისაწვდომი მგონია და ასევე არის ფან რომელსაც აქ ვკერავთ საქართველოში და რომელსაც ესეც ანუ რეტრო მაისურებია და ესე ჩვეულებრივად იყიდება. ხელმისაწვდომი ერთ მგონია რომ 150-140 ევროს ევროპაში მაისურები ყველა გუნდის. შეიძლება 180 ზღირდეს დაუშვათ გრანდების და ჩვენთან გამოდის 60 ევროს ფარგლებში. და ფეხბურთელების ნაწილში ანუ რამდენად სტაბილურად არიან თუ შეგიძლიათ ცოტა შიდა სამზარეულო მაგას გქონდა ჩვენ ახლა ხო მიმართულ ხო როგორ არის ანუ ჩვენ 2026 წელი დავიწყეთ საკმაოდ სტაბილურად თავის დროზე ვიხდით ყველაფერს შეიძლება იყოს ერთკვირიანი ან ადრიანი დაგვიანება მაგრამ თავის დროზე ქვია ფეხბურთში ეს დაგვიანება ამას ვაკეთებთ წელს კარგად დავიწყეთ მაგრამ გეუბნებით რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ისევ და ისევ ამ კლუბის აქტივობებზე ანუ ეს მე ვერ ვიღებ ამას გულშემატკივრისგან, რომელიც
კლასიკურ შემთხვევაში უფრო მეტი არის გულშემატკივრისგან მიღებული რესურსი, ვიდრე კლუბმა თვითონ რო გააკეთა ეს თავისი, სპონსორი მოიყვანა და უშუალოდ დამფუძნებელს რაღაც ფული გადაახტევინა, თუ ფეხბურთელი გაყიდა, შეიძლება იმ დროს გაყიდა, როცა არ უნდა გაიყიდა, მაგრამ იძულებული იყო. მთელი ეს ჩემი დღევანდელი თქვენთან საუბარი მიმართული, რომ თუ გვინდა ჩვენ და გული გვტკივა და გულშემატკივრები ვართ საკლუბო ფეხბურთის, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად აქტიურები. ჩვენ მე ჩემ თავსაც ვაიგივებ, უფრო მეტად ბილეთი ვიყიდოთ, თამაშს დავესწროთ, უქომაგოთ, პასუხი მოვთხოვოთ კი ბატონო, და იქ გავერთოთ მოკლედ რა და იქ რო ამ ყველაფერს რომ მიიღებს საკლუბო ფეხბურთი, უფრო მეტი ფული იქნება და უფრო მეტად სტაბილური იქნება ფინანსურად. კი, მაგაზე როგორც გითხარით, გეთანხმებით, რომ გულშემატკივრის როლი ძალიან დიდია და ყველა ასე ვთქვათ, გაგაწყვეტინა ბოდიში. მითხარით. კიდევ მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვან როლზე ვისაუბრო, რომელიც არის თქვენი როლი, სპორტული მედიის როლი ამ ყველაფერში. მოდი შევთანხმდეთ, რომ ის ვახსენე PR ტექნოლოგიები, რომლითაც ჩვენ გვინდა რომ მოვიზიდოთ გულშემატკივარი. და მთავარი PR-ი არის დღესდღეობით ამ წუთას ახლა თქვენ 80% პოდკასტები, სატელევიზიო გადაცემები, ელემენტარული ეროვნული ლიგის თამაშების დროს კომენტატორების განწყობა ან კონფერენც ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის კომენტატორის განწყობა, როგორ გაყიდი ამ ყველაფერს გულშემატკივარზე. იმდენად, ხანდახან მგონია, რომ სპორტული მედია არის იტალია, იმიტომ რომ ბოლო დროს სანაკრებო დონეზე და ასევე საკლუბო დონეზეც დიდად არ ბრწყინავს. იტალიის სპორტული მედია ხარ მგონია და უბრალოდ აკრიტიკებთ ამ სტანდარტით ქართულ საკლუბო ფეხბურთს. ხო შეიძლება იქ გთავაზობთ, რომ მოდი ავიღოთ რაღაცა მე კი არ გეუბნებით, რომ საზადოლიძემ იქ ფული მოიპარა, ან რაღაცა გააკეთა სისულელე პირობითად და ეს არ გააკრიტიკოთ, მაგრამ მოდი ავიღოთ რაღაც პერიოდი, სადაც თვითონ მოდი თუ თანხმდებით მით უმეტეს რომ თავარი არის რომ გულშემატკივარი დაუბრუნოთ ტრიბუნას, ავიღოთ რომ კი არ ვთქვათ რომ ეს ჭიქა ნახევრად სარიელია, ვთქვათ რომ ჭიქა ნახევრად სავსეა. რო ვიწყებთ ევრო ტურნირებს, კი არ ვთქვათ რომ მაინც ამათი იმედი არ აგვაქვს და ესენი პირველი ეტაპიდან გამოვარდებიან, ვთქვათ რომ დიდი იმედი გვაქვს რომ ბოლო დროინდელი ეს ჩვენი ყველაფერი გულშემატკივრების და გააკეთებენ ამ ყველაფერს. ვიღაცა თუ გოლს გაგვიტანს, კიდე გაუშვეს და ეხა ესენი მომბრუნებლები არ არიან კი არა. ჩვენ გვაქვს იმის ძალა რომ მოდი ესე მივუდგეთ რა, თქვენი როლი ძალიან დიდია რა, დამიჯერეთ. მესმის კრიტიკა უნდა იყოს და თქვენი მთავარი მოვალეობა უნდა გააკრიტიკოთ დარგი, მაგრამ მოდი მარტო თუ აცნობიერებთ რომ ჩვენ პრობლემების წინაშე ვართ რა და ეხა გვინდა თქვენი დახმარება რომ რაღაცა ძირითადი პრობლემა მოვაგვაროთ და თქვით რომ ძირითადი პრობლემა არის გულშემატკივრის დაბრუნება, დაგვეხმარეთ თქვენც რა. თქვენი როლის დაინახეთ. ეხა ჩვენ რო დავიწყოთ სპორტული ჟურნალისტების შეცდომებზე ლაპარაკი, ხო სწორ მართლები ვიქნებით, უამრავი ზოგს გვარს ვერ იძახის სწორს, ზოგს მეტოქე გუნდის ფეხბურთელი, ჩვენი ფეხბურთელი გონია, ძალიან ბევრი შეცდომები აქვს, ხო, მაგრამ ადამიანები არიან ესენიც და არ ვაკრიტიკებთ და მithume შეიძლება გავაკრიტიკოთ დავამთავრებთ. არ უნდა ჩააბჟირდე და ამოადინოთ სკვირში ადამიანს პირობითად რაღაცა და ყველაზე მთავარი გულშემატკივარი არ უნდა გააქციო. ვიღაცა მოსული არ უნდა გააქციო იქიდან. პირიქით დამეხმაროთ მოყვანაში. ამას თუ შევთანხმდებით, მგონია რომ საქმე გამოვა. იმიტომ ჩვენ რო ერთად ვიქნებით, თქვენთან ბრძოლა გამორიცხულ ყველა ვარიანტს წავაგებთ. მე რო დავიწყო ახლა სპორტულ მედიასთან ბრძოლა, რო შენ ეს წავაგებ ყველა ვარიანტში. თქვენ გისმენთ, ჩემზე 100-ჯერ მეტი, თქვენ რო ერთ გადაცემას გააკეთებთ, მე მომიწევს 10,000-ჯერ რაღაცის გამეორება, რომ ესე არ არის და იმან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ეხლა იყო შემთხვევა, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, დინამო თბილისი გაიყიდა, დოლიძეს გაანთავისუფლებენ, ფაინალი ალილუია, რას მერჩიან არ ვიცი, მაგრამ გამანთავისუფლება არ არის პრობლემა. მე ვარ საუდიში, ვაწარმოებ მოლაპარაკებას საკმაოდ სერიოზულ პროექტზე, ესეც არ გითქვია, ხო, ჩვენ დინამო თბილისი არის მართვაში, საუდიში შენდება აკადემია 3,000 ბავშვზე გათვლილი და ჩვენ უნდა მართოთ ეს აკადემია დინამო თბილისმა. ეს ხალხი ჩასული იყო პორტუგალიაში, იტალიაში, უკრაინაში, ჩეხეთში, ფილიალი არ იქნება. ჩვენ რო თბილისში არის პირობითად ბარსელონას სიტყვაზე, ან იუვენტუსის აკადემია, ხო? მათი მსვლელები არიან ჩამოსული და ინტერის აკადემია, იტალიის ჩვენი ქართველი მსვლელები არიან
საუდიში, ეხლა მთავარი მცველი და ასისტენტი, ის მცველები ყავდა საუდელი მცველები თბილისში ორჯერ ორკვირიან შეკრებას და აქ მოკლედ მიიღეს გადავამზადეთ. ასე შემდეგ ჩვენ მართავთ იმ აკადემიას. ჩასული ვარ მოლაპარაკებაზე და ამ მოლაპარაკებაზე შემოდის ერთ-ერთი მეუბნება რომ თქვენი კლუბი გაიყიდაო და რა აი ხო წარმოგიდგენი ახლა დამაზიანა ხო? ანუ მომიწია მე იმის მე მირეკავდნენ, ქვია მოდიოდნენ, რაღაცა გაყიდეთ კლუბი, ანუ იგივე ველაპარაკებოდით კროკოს და ნუ რაღაც უფლებამოსილება ხო არ გაქვს თუ გაიყიდა და სხვა დირექტორი მოდის, შეიძლება არ უნდა იმას ის კროკო და საუდიში ისა ხო წარმოგიდგენთ, ანუ ჟურნალისტებს გააქვთ ამის ძალა, ერთი რომ დავანებოთ უპასუხისგებლოდ იქცევა რამოდენიმე მათგანი და ანუ ჟურნალისტის მოვალეობა უნდა გადაამოწმოს ეს ინფორმაცია, როგორც მინიმუმ ვიზეც დარეკოს და მართლა გაიყიდე, მე გავიგე და ხო დავწერო. და ანუ თქვენ ძალიან დიდი ძალა გაქვთ. ერთი თქვენი გადაცემა, ერთი თქვენი სტატია უფრო მეტ ადამიანზე ახდენს მოკლედ აზრის ფორმირებას, ვიდრე მე უნდა ვზდიო და მე შენ დაგაბრალებო ქართული ანდაზა და შენ მე წადი და თავი იმართლეო, ხო? ანუ ეს ხო პასუხისგებლობა ხო არის. ანუ რთულია და ჩვენ თუ ერთად ვიქნებით, მაგრიტიკეთ რა თქმა უნდა რა. აი თქვი თუ დოლიძემ ვერ შეარჩია მწვრთნელი. გავიგე, მივიღებ ამ კრიტიკას, მაგრამ დოლიძემ ვერ მოიყვანა ფეხბურთელი, ამ კრიტიკას ვერ მე არ მომყავს ფეხბურთელი. მწვრთნელის გემოვნებით მოდის ფეხბურთელი. და მე თუ მწვრთნელი ვცვალე ყოველ წელს მიწევს რომ წინამძღველი რომელიც მოვაყვანე ფეხბურთელები მე გაუშვი და ეხა ახალი მძღველი ვიყავს რომელსაც იმის ფეხბურთელები არ მოწონთ უნდა მოუარო იმათ ფეხბურთელებს და ჩემი ფინანსური ზარალია და მე მოვიყვანო კიდე ახალი ფეხბურთელი რომელსაც კიდე 2 წელი უნდა რომ ერთმანეთთან შეთამაშდნენ ანუ ამაზე კრიტიკას მე არ მივიღებ იმიტომ რომ მე ვერ შვები მაგრამ მივიღებ კრიტიკას რომ რატო ეს სისტემა არ შევცვალე მე და შევცვალე ეს სისტემა ანუ მე მოვიყვან ისეთ მძღველს რომელიც ამ ფეხბურთელების თვისებებს და მოერგება და ამ სისტემით და ამ ფილოსოფიით ითამაშებს შევცვალე ეს სისტემა. ანუ კომპეტენციაც მეორე ერთი პასუხისგებლობა და დაგვეხმარეთ რომ ეს რაღაცა გავაკეთოთ სპორტულმა მედიამ და მეორე კომპეტენციის კუთხით რაღაცა ანუ კომპეტენტურად გაგვაკრიტიკეთ ხანდახან. ანუ არ შეიძლება რომ ყველაფერი იცოდეთ ხო მენეჯმენტი დაუშე მართა აი ერთ გადაცემაში თუ კიდე ვიტყვი რა მაგალითად იწუნებენ ჩვენს პირობითად განათლებას ან რაღაცა მენეჯმენტის გორის დილას გენერალური დირექტორი ჩემი მეგობარია ეხლა რამოდენიმე კვირის წინ დაამთავრა ჰარვარდის და EFC-ის ერთობლივი პროექტია და ჰარვარდ დამთავრებული მე არ მინდა ჩემ თავს ლაპარაკი რამოდენიმე წლის წინ ასევე EFC და სტოკჰოლმის უნივერსიტეტის საკლუბო მენეჯმენტის პროგრამა გავიარა ანუ ვიცით ჰარვარდ დამთავრებული სპორტული ჟურნალისტი რომ გავაკრიტიკოს რამეში აი მე ითხარით არ ვიცი ხო აი დავждეთ ხო არა მე ამით კი არ ვაკნინებ თქვენ კვალიფიკაციას და ამიტომ მოდი რაღაცა ან თანასწორად ვიპაექროთ რა აი მე რომ ადამიანი ახლა მეტყვის ვიყავი ძალიან ბევრი კომპანიის დირექტორი ძალიან წარმატებული სადაზღვევო კომპანიის დირექტორი შემდეგ სურსათის აგენტოს უფროსი ვიყავი ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი ვიყავი რუსთავის მეტალურგიის დირექტორი ვიყავი შემდეგ დავიწყე დინამოს დირექტორად, ხო, მართვაში, ფინანსებში, ასეთ რაღაცებში რომ მაკრიტიკებს ჟურნალისტი, აი დამიждდეს და მითხრას რა კომპეტენცია აქვს ამ მიმართულებით და მე მევიტყვი მე რა კომპეტენცია მაქვს, ან რა გაუკეთებია, მე რა გამიკეთებია და მოდი ახლა ხო არ შეიძლება მე მივიდე და ვიღაცა ვაკრიტიკო ახლა პირობითად მუსიკის პროფესორი, ხო არ შემილია რა, არ ვარ კომპეტენტური. გასაგებია. მედიის ნაწილზე მე ჩემს აზრს ვიტყვი უბრალოდ მე ну ეხლა ალბათ თქვენ კონკრეტულ ადამიანებს გულისხმობთ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში რაც არის, ну ეს პოდკასტიც და სხვა კიდევ გადაცემები და კიდევ რამდენიმე იგეგმება, ეს ემსახურება სწორედ ამას, რომ გახდეს, ასე ვთქვათ, უფრო მეტი ყურადღება წამოვიდეს, რაღაც პოპულარიზაცია, მე რა ჩემიძლია მე მეტი არ. ძალიან კარგია და მოყვები. შეიძლება გითხარი კიდევაც, სანამ დავიწყებდით პოდკასტს, რომ რაღაცა იყო, რომელიც არ მესიამოვნე ხო ვიღაცას კითხე და კი ბატონო, ეს ჩვეულებრივი ჟურნალისტური პროფესია არის. თქვენ უნდა მოიძიოთ კრიტიკული აზრიც, შეიძლება ხმაურიანი რაღაც, რომელიც თქვენს დაუშვი ხმაურიანი სათაური ყიდის სტატიას და ეს თქვენი პროფესია არ მოყვებით. მაგრამ აი მაგალითად კიდე ერთს ვიტყვი რომ აი დაუშვათ ჩვენ ვიყავით ახლა წინა სასეზონო შეკრებაზე თურქეთში დაუშვათ და ეს არის ჩვეულებრივი ვარჯიშებია რა აი თამაში იგეგმება აი რატო ვითხოვ რომ ჟურნალისტ კონდეს ამის კომპეტენცია რა თამაში იგეგმება სადაც წასული ვართ 30 ფეხბურთელი ახლა 30 კაც ხوارთა 11 კაც თამაშობს რა 45 წუთს თამაშობს ერთი ჯგუფი 45 წუთს მეორე ჯგუფი ხანდახან თამაშობთ 3-45 წუთიან ტაიმებს ხანდახან ასევე
შეიძლება რაღაცა შეიყვანო დაიწყო შერეული შემადგენლობით და მეორე შერეული ან ძირითადი შემადგენლობა თეორიულად დააყენო პირველ ტაიმში, ანუ იმ თამაშის მოგებას რა აზრი აქვს მითხარით. აი, ვეთამაშები ამხანაგურად დაუშვათ რაღაც გუნდს. და აი ამ რაღაცას აკეთებს მწვრთნელი, ხო? მეც არ ვერევი როგორ ან შემადგენლობას როგორ არჩევს, ან პირველ ტაიმი რატო ითამაშ. დინამო თბილისი შეკრებიდან მოგების გარეშე დაბრუნდა. ესე დიდი სათაურით რა. აი რა ეს რატომ უნდა რას გვაძლევს, რომ დინამო თბილისმა პირველი წელი დაამთავრა ეროვნულ ჩემპიონატში მოგების გარეშე მესმის. მაგრამ შეკრებაზე მე როგორ ვივარჯიშე, 45 წუთი როგორ ვითამაშე, ან როგორ არ ვითამაშე, ან საერთოდ აი რას გვაძლევს მაინტერესებს რა. ანუ სპორტულ ჟურნალისტს ხომ და კონდეს ამის კომპეტენცია, რომ ესეთი რაღაც, ანუ ამ სათაურით ან იმ გაზეთის რედაქტორს ხომ და კონდეს ამის კომპეტენცია, რომ მის მიერ დაწერილი ეს სტატია, ანუ არ გაძლევს არაფერს, ანუ რას დინამო თბილისი არ ვარგა? დინამო თბილისმა ისევ წააგო, ანუ ესეთი ის არის, ანუ რაღაცა ბულინგი არის ჩვენზე რა, რომელიც აი ნამდვილად ხელს მიშლის მე განვითარებისთვის. მესმის რომ რაღაც გამაკრიტიკე, კი ბატონო, იყო საკითხი ძალიან დიდი ბოდიში მინდა გულშემატკივარს მოუხადო ის რამაც გული ატკინა ქართულ გულშემატკივარს, რომ მოლოდინი ყველა ცუდი რა არის. გაქვს რაღაცის მოლოდინი და იმას ვერ ეს არის იმედგაცრუება და ეს ანგრევს ადამიანს შინაგანათაც და გარეგანათაც. და ამისთვის ბოდიშს უხდი, მაგრამ ამის უკანეებით დგას არავინ არ იცის, ხო? ვიცით მარტო ჩვენ რა, რის გამოც მივდივართ ამ შედეგამდე, მაგრამ ამას ვიღებთ ამ კრიტიკას. მაგრამ ყოველდღიურ საქმიანობაში ანუ მე მინდა რომ გულშემატკივარი დავიბრუნო და შენ რომ დაახვედრებ სტატიას, რომელიც პირობით 100 კაცი კითხულობს ამ სტატიას. დაახვედ დინამო თბილისი შეკრებიდან მოგების გარეშე ბრუნდება, იმან ვინც არ იცის და იმას უნდა რომ მოვიდეს, რომ იფიქრებს რომ ეს შეკრებაზეც ვერ იგებს და ჩემპიონატში რას მოიგებს და რაღაც მივალ იმ სტადიონზე, მაგრამ როცა ხარ ესეთი გამოსტილი ჟურნალისტი და კომპეტენტური ქვია და ჭუას არიგებ ვიღაცებს, ეგეთი რაღაც არ უნდა წერო რა. ხო, ზოგადად ბეჭდურ მედიაში ეგრე იყიდება, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ. და რომელიც მიფუჭებს საქმეს, ამიტომ დაუბრუნდები გეხოცები. მოდი, ჩემი შემოთავაზება არის, აი მე ვთხოვე კიდევაც ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომ მოდი რაღაც ფორუმები გავაკეთოთ რა. აი შევიკრიბოთ, აი დავждეთ ახლა ეს თქვენ როგორ დარწმუნებულია ყველა როგორ გინდათ, რომ ყველა კლუბის დირექტორი ახლა იჯდეს ესე იმაზე პანელზე და თქვენ უსვათ კითხვები გაატაროთ იმაში პრესში, აი ხო ძალიან გინდათ. მოდი გავაკეთოთ რა. აი გავაკეთა ინიციატივას დავაზობთ, ფონდსაც ვთხოვე რომ იქნებ დააორგანიზოს, იმიტომ ამისთვის არის ეს ფონდი, ესეთი ინიციატივები დააფინანსოს და ფეხბურთის განვითარებისთვის წავიდეთ. ბოდიში მეც რო გაწყვეტინებთ, გაერთიანებულ შეხვედრაზე არაერთი, ასე ვთქვათ, მოსაზრება იყო და ბევრმა გამოთქვა სურვილი და ბევრმა თქვა ამის იდეა და მეც მქონდა ეს იდეა და მაქვს და მუშაობ ამ მიმართულებით. უბრალოდ არ ვიცი თქვენ რას გულისხმობთ, მაგრამ ჩემი შემთხვევაში მე ესე წარმომიდგენია სურვილი მაქვს ყოველ შემთხვევაში ვთვლი რომ ესეც რაღაც გარკვეულწილად ინტერესს გააჩენს დამატებით მაყურებელში, რომ ყველა კლუბის წარმომადგენელი, ასე ვთქვათ, შეიკრიბოს, იყოს რაღაც გულშემატკივარი, იყვნენ ჟურნალისტების და ოღონდ ეს იყოს პირდაპირ. მოდი ჟურნალისტები დავიწყო ჯერ, და აი ვინც ხართ ბლოგერები და უშოთ პოდკასტებს ვინც აკეთებთ, აი და 20 კაცი ხო პირობითად. ვინცაც ძალიან აქტიურად არიან, ძალიან მწვავეებიც არიან, რომელიც მეტნაკლებად ლოიალურები არიან. გავაკეთოთ ფორუმებით და ვთქვათ, ანუ რა არის საჭირო? ჯერ დასვით კითხვები რა, რატო შვები ესე, რატო გაყიდე ხარებაშვილი, რატო არ შეინარჩუნე პირი, ან რატო მოიყვანე ეს ვიღაცა, რომელიც არ თამაშობს, ხო მესმის რა. ჩვეულებრივი მუშა პროცესია. უბრალოდ მივიდეთ კონსენსუსამდე რა არის საჭირო. მე ამას დაფიქრი მაქვს და გეუბნებით რა. გულშემატკივარი ტრიბუნაზე, ანუ ეს არის გენერალური აუცილებლობა, რასაც უნდა მივახციოთ. ამას როგორ მივახციოთ? ანუ თუ თანხმდებით, რომ პიარი არის ამის ახლა პიარით ომია ქვეყანაში და ხალხს გონია რომ ომი არ არისო. იმდენად ისეთი ინსტრუმენტია ეს პიარი. ხო, დღევანდელობაში არის ქვეყნები სადაც ომია და ხალხს გონია რომ ომი არ არის იმ ქვეყანაში. ამ პირიქით ომი არ არის და გონიათ რომ უნდა გამოიქცენ ახლა იმ ქვეყანას დაბომბავენ, ხო? პიარი არის ამის საშუალება რა, რომ მივახციოთ ამ შედეგს. მოდი ვთქვათ, რომ თუ ამ საშუალებაში თქვენ გაქვთ როლი და ჩემი გადმოსახედიდან ძალიან დიდი როლი გაქვთ, მოდი შევთანხმდეთ რა, თუ ხართ განვითარებისკენ, თუ აგზელებთ ისე იტალიის სპორტული მედიასავით, რომ აკრიტიკო და გააცამტვეროთ, კი ბატონო, გააგზელეთ, არ არის პრობლემა. შევთანხმდეთ რაღაც პერიოდი,
რა თქმა უნდა თვალი არ დახუჭოთ სისულელეებზე და სისულელებით ხდება და მათ შორის მეც გამიკეთები ამ წნეხის ქვეშ ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ მერე ძალიან მაგრა გამომისწორებია შეცდომა. მაგრამ არ მომცემი ამის შანსი, რომ ადამიანებს და გულშემატკივარს გავაგებინო, რომ აი მე ეს გამოვასწორე და ამით გამოვასწორე და მოდი ეს შეხედეთ, რომ სწორად მივდივარ და დამიდექით ისო გვერდში. არ მომცემი ამის საშუალება, შეიძლება ჩემი ნაკნია ეს მართვის. არ მაქვს შესაბამისი PR არხები საზოგადოებასთან მისასვლელი. მოდი გავაკეთოთ ეს ფორუმი, შევიკრიბოთ ერთდღიანი არ იყოფა ამას, რამოდენიმე დღე ან სადმე წავიდეთ და უშუალოდ და მთელი დღეები ამას დაუთმოთ პირობითად 3-4 დღე და იქნებ რაღაცა მივიდეთ რაღაც დასკვნამდე და კონსენსუსამდე მივიდეთ და ლანძღვით კი არ გავაკეთოთ, იქნებ პირიქით მოტივაციით და უშუალოდ ერთო ან თქვენი აზრი გავითვალისწინოთ. შეიძლება გითხრათ მართალი ხარ ძმო, თუ მოვა ჩემ თავაზე 10,000 კაცი, მართალი ხარ რა, მოგეთ არ ჩავიწვევ ხა ამ ფორმას, რომელიც შეიძლება არ მოწონდეს გულშემატკივარს, შავი ფორმა. გადავაგდე ვიყიდი ახალ ფორმას პირობითად ყვითელს არ ვიცი. ამ პირიქით ზოგს ყვითელი ფორმა არ მოწონდა. დინამოს შესაძფერისი არ არისო და სანამ არ ვაჩვენე 91-ის დინამო თამაშობდა ყვითელი ლურჯ მაისურებით, ყვითელი მაისურ ლურჯი შორტები მანამდე ვერ დავამტკიცე რომ არ იყო ეს დინამოს ფორმა, მოკლედ მოგონილი და ჩემი ახირება. კი ბატონო, მე სიამოვნები და დარწმუნებული ვარ, ყველა დაინტერესებული ჟურნალისტი ამ შემთხვევაში თანახმა იქნება ამ ფორმატზეც. ჩვენ გვაქვს ესეთი რუბრიკა, მე გულშემატკივარს ვთხოვ ხოლმე, რომ და უსვან დინამოს კლუბის წარმომადგენლებს ვინც მოდის, უბრალოდ არიციან კონკრეტულად სახელდაგვარი ვინ იქნება კითხვა და მე ხა იქიდან გადავხედავ რა თემებზეც არ ვისაუბრეთ, კითხვებს დაგიშვათ, უბრალოდ მანამდე მე მაინტერესებს ესეთი საქართველოს ჩემპიონატზე როცა საუბარი მიდის და არის რაღაცა პრეტენზიები, კრიტიკა და ასე შემდეგ, ერთ-ერთი კრიტიკა მოდის ფედერაციის მისამართით. თქვენ როგორ ფიქრობთ ფედერაციას ამ დღესდღეობით შეუძლია თუ არა დამატებით რამე ისეთი ნაბიჯების გადაგმა და გაკეთება, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ასე რომ ვთქვათ ჩემპიონატის განვითარებას. ზოგადად გეტყვით რომ ფედერაციამ ძალიან ეხლა მიუხედავად იმისა რომ ჩემი მეგობრები არიან ეხლა არ მინდა რაღაცა გამოვიდა რომ მათ ქებადიდებაში ვარ, მაგრამ მოკლედ ის რაც დღეს ჩვენ ჩემპიონატს აქვს ორგანიზებულად 2016 წლიდან დაიწყო ხო ეს ჩემპიონატი. ორგანიზებულად ტარდება, მეტნაკლებად PR-ი აქვს, ყველა თამაში გადაიცემა, გვაქვს უარი. ძალიან კარგ მინდვრებზე ვთამაშობთ, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა ხო და ასე შემდეგ, ან ძალიან დიდი ძალიან ჩვენი დღევანდელი ეს 52 ადგილი თუ რაღაცა ნამდვილად ჩემი აზრით არ შეესაბამება იმ პირობებს, აპირობებშიც ვარ ზოგადად და მეცაც გეტყვით იმ ხარის რა ხარისხის გუნდებიც ვარ ჩვენ ვინც გავდივართ ხოლმე ამ ევრო ტურნირებზე. თუმცა არ ვიცი ეს გითხარი რომ ჩემი მთავარი ჩემი დასკვნა რომ ჩვენი არასტაბილურობის ბრალია, როცა კონკრეტულ მომენტში ჩვენ ძალიან ბევრი ყევის შემდეგ ხვდებით ამ ევრო ტურნირებს და შესაბამისად ვერ ვიღებთ იმ შედეგს რა. ფეხბურთის ფედერაციის როლი, გითხარით რომ ფეხბურთის ფედერაციას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული დღევანდელი საკლუბო ფეხბურთისთვის და ის რაც პლატფორმა არის რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებული თითქმის ყველაფერი გვაქვს, თუ არ ჩავთვლით ხა ახალი სტადიონების კიდე დაემატება და ასე შემდეგ, გადაღება შეიძლება უკეთესი იყოს, რომელზეც ყოველწლიურად მიდის მუშაობა რომ გააუმჯობესონ. ყველაზე მთავარი რაც მათივე ინიციატივა და ასევე ჩვენი კლუბების ინიციატივა არის, უნდა შეიქმნას პროფესიული ლიგა, რომელიც უფრო მეტად იზრუნებს ამ ლიგის კომერციალიზაციაზე. ანუ უფრო მარტივიანით გულშემატკივრობა გაიგოს, ამ ლიგაში უფრო მეტ ფულს მოიტანს, რომელიც თან ხვდებით, რომ დღეს ნებისმიერი სპორტი და მათ შორის ფეხბურთი, რაც მეტი ფულია, უკეთესი უფრო მეტი ალბათობაა, რომ წარმატებული ევროპული მოკლედ შედეგები დავდოთ. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რასაც ფიქრობ, რომ რაც აკლია დღეს საკლუბო ფეხბურთს არის ეს პროფესიული ლიგა, რომელიც ალბათ მგონია, რომ თავის დროზე ესეც იქნება. ჯერჯერობით ალბათ ამისთვის მზად არ ვართ, რადგან არ არის და ამის გამო ფედერაცია ატარებს ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატს. არ ვიცი, კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით თქვენ კითხვის, ანუ რა აკლია ლიგა, ჩემი აზრით. მაგრამ რას არ აკეთებს, გონია რომ ყველაფერს აკეთებენ, რაც მათ ხელში არის რა. გასაგები. და ერთიც რო არ და მავიწყდეს, იმიტომ რომ ბევრი კითხვა იყო ამასთან დაკავშირებით და ეს გავაერთიანებ და მარტივად კითხავთ, როდის შეძლებს დინამო თბილისი ევროტურნირებზე ჯგუფში შესვლას? 30,000 კაცი როევლის სტადიონზე. თუ არ შემიძლია ფეხბურთს არ მოიხედები ფეხბურთისკენ.
ერთი წელი იაროს არ მინდა 30000 მოგაცმა. ერთი წელი ჩვენ საშინაო თამაშებზე 10000 მოგაცმა იაროს და ჩვენ თუ არ შევედი ჯგუფურ ეტაპზე, საერთოდ ფეხბურთისკენ არ მოვიხედები. ანუ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაყურებლის გარეშე შეუძლებელია. შეუძლებელია. მე რომ მეყოლება მაყურებელი ტრიბუნაზე. რაც არ უნდა ფული გქონდეთ. აი მაგალითად ბათუმის დინამოს ჰქონდა იქ. გახსოვთ, ანუ ეს იყო ბევრწილად ხვიჩას და ზუკას იქ თამაშმა, მაგრამ ბათუმში ძალიან უყვართ ფეხბურთი და მესამე ლიგიდან დაწყებული ჩვენ ძალიან მახსოვს მე ახალი გადმოსული ვიყავი დინამოში, როცა ბათუმის დინამოსთან ჰქონდა ესეთი 5 წელი წარმოიდგინეთ, სამჯერ ჩვენ გავხდით, ორჯერ ბათუმის დინამოს ჩემპიონი, პირველ მეორეზე სულ ჩვენ ვიყავით. სავსე ანგისას ბაზაზეც კი გარშემო სადღაც 7000 კაცი მოდიოდა, ანუ ამან გააკეთა ეს რომ ბათუმის დინამოს ჰქონდა გამწარებული ვიყავდით. პირველ 5 წუთში გოლს გვიტანდნენ ყოველთვის. ეს ამას აკეთებს გულშემატკივარი. განა ის რომ მაინდა-მაინც არის განსაკუთრებული იყო რაღაცა. იგივე შეუძლია დღესაც გააკეთოს ბათუმის დინამოს გულშემატკივარს, ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივარს, თბილისის ანუ შეუძლიათ მოვიდნენ სტადიონზე და ეს ატმოსფერო სხვა რამეს აკეთებს და დინამო თბილისი ჯოდის შევა ჯგუფში, როცა ჩვენ ვიქნებით სტაბილურად განვითარებადი კლუბი და ამის წინაპირობა არის მეთქის რაც დავიწყეთ ჩვენ ეს აქტივობები ბოლოს რამოდენიმე წელია მივდივართ მაგით, მაგრამ დააჩქარებს მათი სტადიონზე დაბრუნება და შესაბამისად შეიძლება თუ თქვა რომ ანუ შენ არ ყოფილი ხარ კარგი მენეჯერიო მითხრა და წადი სახში ბიზიაო და წავალ სახში. თუ ეს ვერ გავაკეთე. გასაგებია. ანუ აკადემიის ნაწილზე ძირითადად არის. მოდი აკადემიას ვილაპარაკოთ რა, ამდენი ხანი ვილაპარაკე და ერთ-ერთი ჩემი მე ვფიქრობ რომ ის რაც ეს არ გამომივიდეს ხო რომას ქებაში რა, ანუ რომას გაკეთებულია ქართული ფეხბურთისთვის რა, ანუ ეს გონია რომ დინამო თბილისის აკადემია არის მარგალიტი ქართული ფეხბურთის რა. ამაში დარწმუნება ვერანაირ ვერ შეგეძლო. მასშიც არსებული უამრავი პრობლემით ისაც ახლა დღესაც ვხედავ რომ უფრო მეტი შემილია გავაკეთო, მაგრამ აი რაღაცნაირად ამდენი ხანი გავიდა და საფარი არ გამოგვიცვლია და ეხლა დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას რომელსაც მხარდაჭერა გამოგვიცხადა ამ მიმართულებით და საფარსაც გამოვცვლით ერთობლივი ძალისხმევით. ძალიან ბევრი საერთაშორისო ტურნირები გვაქვს, მაგრამ უფრო მეტი საჭიროება არის. ეკიპირება გვაქვს, მაგრამ უფრო მეტი ეკიპირება საჭირო ამბავში, ანუ უფრო მეტი მინდორი ასევე საჭირო. ხო, ამაზე მინდა აუცილებლად გითხრათ დინამო თბილისის აკადემია და ასევე ჩვენი ინიციატივა, რამოდენიმე წლის წინ დაწყებული დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლა. ის ბავშვები, რომლებიც ვერ დადიან თბილისში და ვერ მოდიან ჩვენთან აკადემიაში და ჩვენ საფეხბურთო სკოლაში, ჩვენ ჩავედით რეგიონებში და უკვე დაახლოებით 28 ქალაქში გვაქვს 3500-ზე მეტი ბავშვი დადის დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლაში. ძალიან დიდი პროექტია, ჩვენი რო იყოს ინფრასტრუქტურული საშუალება ამ 8000-მდე ავიდოდით და ნელ-ნელა ვფიქრობთ, რომ ამასაც მივახცევთ. აი ძალიან დიდი საქმეა და წარმოუდგენელი სიამაყე მაქვს, როცა ჩვენი აკადემიის, ჩვენი სკოლიდან გადმოსული აკადემიის და აკადემიის ფეხბურთელი ხდება ჩვენ გუშინ გვასალიამ რო გოლი გაიტანა, რამის სალტო გავაკეთე რა. გარემით რომ იმიტომ რომ ჩვენი აკადემია 6 წლიდან ეს ბავშვი დინამო თბილისში არის. საბა ხარაბაშვილის ტრანსფერზე რო ჩავედით და ჩემი აზრით ძალიან მაგარი გუნდია, თურქეთის სუპერლიგა ძალიან კარგი ლიგაა და საბას განვითარებისთვის არის ამ ეტაპისთვის იმ პოტენციური წინადადებიდან გამომდინარე ძალიან აი ვიყავი უბედნიერესი ადამიანი. შეიძლება 2-3 ღამე არ მეწინა, რომ ფეხბურთელს კარგი პირობები, კლუბს კარგი სატრანსფერო პირობები, ფეხბურთელს კარგი შესაძლებლობა განვითარდეს და კარგი და ეს ყველაფერი არის ბავშვი, რომელიც იყო 6 წლის და დინამოს ძირითად გუნდში, მისი გადმო როგორ მახსოვს 15 წლის იყო კიკე ლოპესი ძალიან კარგი ადამიანი და გაუწყვიტეთ კონტრაქტი მე-4 წადი მიხედე ესპანეთში შენ თავს აქ ბავშვ გაგიჟდა კარასკო რა შვებიო 15 წლის არის მე-4 არ ვიცი მიხედე და აი უბედნიერესი ვარ რომ ეს გზა გამოიარა და ამიტომ ეს ჩვენი აკადემია და აკადემიასთან ერთად ეხა ეს საფეხბურთო სკოლა არის ძალიან დიდი საქმე ქართული ფეხბურთისთვის და ძალიან მინდა რომ ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, რუსთავში იყოს ესეთი აკადემიები. ძალიან მიუხედავად იმისა, რომ იქნება ჩვენი კონკურენტები, ძალიან მინდა და ეს აწევს ეს გააორმაგებს დონეს ჩვენი ფეხბურთის, საკლუბო ფეხბურთისაც. აი, წეგან რაც გითხარით, ზუსტად ეგ არის ერთ-ერთი, რაც ასე ვთქვათ, გულის წყვეტას იწვევს გულშემატკივარში, ვინც თვალს ადევნებს, აკადემიის ბავშვებსაც და შემდეგ განვითარებასაც, რომ აი რატო ესე ვთქვათ, არ ხდება ამ ბიჭების დატოვება და ბოლომდე. რამდენი ხანი დავიტოვოთ? აი მაინტერესებს. საბა ხარებაშვილს უკვე 80 თამაში აქვს დინამო თბილისში ნათამაშები. რამდენი ხანი დავიტოვოთ? სანამ არ გავალთ ევროტურნირებს. როგორ და ეხლა მოდი თქვენ ხართ საბა ხარებაშვილის მამა და საბა ხარებაშვილი.
ყველაფერი გააკეთე დინა აქ გაიზარდე. ეხაც მეუბნება რომ შეიძლება ზაზა მას მეძახიან რატომღაც. ეს ბავშვები აკადემიის ბავშვები მასებით მაგმართავენ. შეიძლება რომ კონფერენს ლიგა ან ბავშვი წარმოიდგინე უკვე გადადის და რა დონეზე გადადის და იქ იწყებენ ივლისში მზადებას სექტემბრიდან კი გადადის ოფიციალურად, მაგრამ ივლისში უნდა წავიდეს. შეიძლება რომ კონფერენს ლიგა ვითამაშო და მერე წავიდე. აი ბავშვის სურვილიც არის და ჩემი დიდი სურვილი, მაგრამ აი როგორ უნდა გააჩერო აქ დაუშვათ 24-25 წლამდე ფეხბურთელი, როცა მე როგორ ვეღარსად ვეღარ წავა რა 21 წელი არის ჩემი აზრით მაქსიმუმი, როცა საქართველოს ჩემპიონატი, თუმცა აქ უნდა ითამაშო ჯერ. დინამო თბილისის ძირითად გუნდში უნდა ითამაშო 30-40 თამაში უნდა ითამაშო ესე უნდა წახვიდე. თუ ვერ ითამაში, ვინც წავიდა, ყველას პრობლემები შეექმნა. და როგორ უნდა შევინარჩუნოთ? აი მაინტერესებს და მითხრას იმ გულშემატკივარმა და თავი დააყენოს იმ ბავშვის შობლის და ბავშვისაც, რომელსაც ყველაფერს აკეთებს იმ გუნდისთვის, ძალიან ბევრი რომელსაც გაქცევაზე გყავს. უბრალოდ გაქცევაზე არიან, ჩვენ კი არ ვყავს. გაქცევაზე არიან, რომ ერთი სული აქვს 18 წლის გახდნენ და მე გეტყვი რა დიდი მადლობა ძმაო, შენ ყველაფერი გააკეთე, მაგრამ მე უნდა წავიდე. ეს ჩემთვის აი მეორე უკიდურესობა ძალიან გული მტკივა, მაგრამ ვისაც დარჩენა უნდა რჩება აქ, აი როგორ უნდა დაარწმუნო, რომ კიდე 3-4 წელი და მე ან ტრავმა მიიღოს ამ ბავშვმა, ან ისეთ ფორმაში არ იყოს. აი ესაც გეტყვი, ჩვენი ნაკრების მწვრთნელთან ხშირად ხვდებით, რაღაცებს ვსაუბრობ და სიგუას ტრანსფერის დროს აი ნაადრევად ხო არ გაუშვიმეთ კი და თუ დამიჯერებ მესმისო რომ კლუბისთვის შენ უნდა გააკეთო ყველაფერი, მაგრამ დინამო თბილისი არის ნაკრების ძირითადი დონორი რა და თუ დამიჯერ რაც ადრე გაუშვებ ფეხბურთელებს უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში ნაკრებისთვის აკეთებ უფრო ძალიან დიდ საქმეს. რაც დიდხანს შეაფერხებ ხელოვნურად, ანუ იმიტომ ჩვენი ჩემპიონატი არ არის იმ დონის. თვითონ დინამო თბილისისთვის ხო კი ჩვენი ჩემპიონატი არ არის, მაგრამ კი ჩვენი ახლა მე მაქვს ინტერესი პირველ ჩემი კლუბია, ხო რა თქმა უნდა ჩემი ქვეყანა და ნაკრებიც ჩემი კლუბია მთავარი, მაგრამ აი ამ ბალანსზე ძალიან რთულია, აი ხო აი ვინც არ მუშაობს შეცდომას ეს არ დაუშვებს, იმიტომ რომ ან ვინც არაფერს არ აკეთებს და თუ მუშაობს შეცდომებსაც დაუშვებ, მაგრამ ამის ბალანსის დაცვა არის მთელი ხელოვნება ჩემი აზრით ფეხბურთში რა. კარგით, აი გაგრძელება მაგამბის, იმიტომ რომ როდესაც ყიდით ფეხბურთელებს მოყავთ ლეგიონერები და ლეგიონერებთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი შეკითხვა და ერთ-ერთს წავიკითხავ ნიკა ჭიკაძე გრძელი კითხვაა ძალიან და მოკლედ თავარი აზრი რაც არის მას ვიტყვი თავში არის რატომ ჩამოყავთ როგორც ფურცელზე სახელით ასევე პრაქტიკულადაც ცუდი ლეგიონერები რატომ არის უკვე მრავალი წელია ასეთი ტენდენცია და რატომ ვერ ამართლებს ვერც ერთი ლეგიონერი ლეგიტიმური კრიტიკაა და ლეგიტიმურად შეუძლიათ მოგეთ ამ კუთხით ძალიან მწვავედ გააკრიტიკონ დინამო თბილისი, იმიტომ რომ ძალიან რთულია ჩვენ ქვეყანაში ჩამოიყვანო, ანუ ჩვეულებრივ ლატარ უნდა გამოიცნო რა. არ უნდა ჩამოიყვანო, არ უნდა წახვიდეს სადღაც აფრიკაში და დავიწყეთ სხვათა შორის ესეც რომ მოგეთ რამოდენიმე ტურნირზე იყო ჩვენი აკადემიის დირექტორი აფრიკაში და იქ რამოდენიმე ფეხბურთელი ნახა განაში მათ შორის. ასევე გამბიას ძალიან დიდი რესურსი აქვს, ეხა ყავს ბასაკშეხირთან თანამშრომლობით ორი გამბიელი ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის, მაგრამ იმათ უკვე გავლილი აქვს ეს ფილტრი და მოხვდნენ ევროპულ კლუბში და იქიდან მოვიყვანეთ. ან მოკავს ფეხბურთელი, რომელსაც რაღაცა კარიერა აქვს და შენ ახლა მის ხარისხში ეჭვი არ გვეპარება და ჩამოკავს და არ ამართლებს, იმიტომ რომ ახლა პრაქტიკულად მივიღეთ საქართველოს ჩამოსული ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ფეხბურთიან გათამაშებიდან უკვე ანებებს თავს, ანუ აქ იმას ვერ აკეთებს, რის გაკეთებაც გულშემატკივარს უნდა და ეს არის უდიდესი შეცდომები ჩვენი. მათ შორის წელსაც დაუშვით ახლა რაღაცები პირობითად შეიძლება მეც მოველოდით, მაგრამ ძალიან რთული არის ეს საქართველოს ჩემპიონატი და მაშინ გამოწვა არავინ არ უნდა ჩამოიყვანო. ეხლა მე ვერ გეტყვი ჩვენ ცუდი ლეგიონერები ყავს. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა ვიცი, ძალიან სტაბილურად თამაშობს ოსეი ბარსი. თუმცა გულშემატკივარი ფიქრობს რომ არ გაამართლა მაინც. რომელმა? კონკრეტულად არ არის ვიღაცები ხა სახელმწიფოს დასახელებას მეც ხა ჩემგან უხერხულია ხო ჯერ ჩემპიონატი დაიწყო, მაგრამ ვიღაცებისგან მეტი მოლოდინი ქონდა, ვიღაცებისგან უფრო პირობითად მეტი მივიღეთ ვიდრე მოლოდინი ქონდა. აი როგორ გითხრა, ოსეი ბარსი რომელიც წლებია ძალიან სტაბილურად თამაშობს დინამო თბილისში. ძალიან ხა უხერხულია ხო ფეხბურთელების და კურდიჩი რომელიც ფიქრობ რომ ძალიან კარგი ხარისხის ცენტრალური მცველია რომელიც ჩამოიყვანა და ასევე დავიბრუნეთ ჩვენი ფეხბურთელები ხო ვის განათხოვებული და ან ტრანსფერით იყო წასული. ფიქრობ რომ ძალიან კარგი შევსება მივიღეთ პორტუგალიიდან და ძალიან კარგი ესე ვთქვათ არხი გავჭერით პორტუგალიურ ბაზარზე ნოდა ლომინაძის ტრანსფერით იქ ამ ეშტორილთან ასევე სხვა გუნდებთან ძალიან დავმეგობრდით და მათი ეს ექსპერტიზა ფეხბურთის
ფეხბურთელების შერჩევის, ეხლა მეორე მესამე ლიგაში ისეთი კარგი ლეგიონერები ყავთ და ისეთი კარგი პორტუგალიელი ფეხბურთელები ყავთ, მგონია რომ ჩვენი ჩემპიონატისთვის არის მისწრება დაუშვათ, ხო? მაგრამ ხო, ესეც ჩვეულებრივი ის არის რა, არჩევანი ხო, და სამუშაო პროცესია. შეცდომებს უშვებთ, ვიღებთ ამ კრიტიკას და პირდები გულშემატკივარს, რომ უფრო მინიმუმ ეხლა გავაკეთეთ ჯგუფი, სკაუტინგ ჯგუფი ჩვენთან, რომელიც იმუშავებს მთელი წელი და დავიწყეთ რამოდენიმე თვის წინ. მთელი წელი ფეხბურთელების შერჩევაზე. სხვადასხვა ქვეყნებში ნათამაშები, ყოფილი ვარსკვლავები აღარ მოხდებიან დინამოში, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ლოგიკური არ არის რომ მათი ისინი აქ ჩამოვიდნენ, თუ ექნებათ უკეთესი წინადადება, წავლენ ჩეხეთში, წავლენ ბულგარეთში, ბევრად მაღალ ხელფასზე, ბევრად მაღალი დონის დღეის მდგომარეობით ჩემპიონატში ვიდრე საქართველოს და ეს არ ამართლებს რა. მაგრამ ჩვენ გვეყოლება ეს სკაუტინგ ჯგუფი, რომელიც პირობითად სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების, ასევე აფრიკელი ფეხბურთელების, ასევე ევროპაში დაუშვათ ძალიან საინტერესო ლიგა არის გერმანიის მესამე ბუნდესლიგა, ძალიან საინტერესო. პორტუგალიის მეორე ლიგა ძალიან კარგი ლიგა არის და სადაც არ არის მაღალ ბიუჯეტური ფეხბურთელები, მაგრამ კარგი ხარისხის. ალბათ ჩამოვიყვან, თუმცა არ უნდა მაგათ დავიმატეთ ეს ორი გამბიელი ფეხბურთელი ბასაკშეჰიდის კონტრაქტიანი ჩვენთან არიან იჯარით და წამოვიდა ძალიან დიდი კრიტიკა, რომ აი სად იპოვით, აი სად უნდა გულშემატკივარი რომ იცნობდეს. ისეთ ლეგიონერი ჩვენთან არ ჩამოვა. ვიღაცა ბუნდესლიგაში უთამაშობს და ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში უთამაშობს. იქაც არიციან ჩვენ გულშემატკივრების უმრავლესობამ, ხო? ეგეთ ფეხბურთელი აქ არ ჩამოვა. პირიქით ქართველი მიდის იქით. ერთი სული აქვს პირველივე შეთავაზებაზე გაიქცა. იქიდან აქ როგორ ჩამოიყვანო ფეხბურთელი. ონამ არ მეშლება გვარი. ონომა? კი, ჯოში ძალიან კრიტიკა იყო, რომ კრიტიკა ჯოშიც ჩამოსულია ისეთი ამ პროექტით. ზაფხულამდე თუ ის დაიბრუნებს ინფორმაციას, რომელიცაც ჩვენ ველოდებით, დარჩება დინამო თბილისში კიდე ერთი. დაითანხმეთ ტრანსფერს. როგორ იყო, ანუ ჩვენც გვინდოდა და მასაც ჰქონდა სურვილიო ჩამოსულიყო, კი. ორივეს ორხრივი სურვილი იყო, რომ მოგეთ მას რაღაც არ აეწყო იმ გუნდში, სადაც იყო და უნდოდა დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ ის ისეთი მაღალი ხარისხის ფეხბურთელია. უბრალოდ ეხა დიდი ხანია უთამაშებელი, რაღაც პერიოდი ჭირდება, რომ ჩადგეს ფორმაში, ზაფხულამდე თუ ის გვაჩვენებს, რომ შეუძლია უმაღლეს ზონაზე თამაში დარჩება ერთი წლით და თუ ვერ გვაჩვენებს, შეთანხმება გვაქვს და გაწყდება კონტრაქტი და წავა სახში. კონკრეტულ ფეხბურთელებზე თქვით და ერთ-ერთი კითხვა არის კონკრეტულ ფეხბურთელზე. რაცა მიშა ცაგარეიშვილი გვეკითხება, რაცა ტრანსფერო პოლიტიკა აქვს დინამოს, რატომ მოყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ერთი თამაშიც არ თამაშობენ და მერე უშვებენ. შარშანაც და წელსაც იყო ეგეთი ფაქტი, მაგალითად ტუნისელი ფორვარდი ახლა გოლში აუშვეს. ანუ რატო ჩამოყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც აქ არ დინამოში არ თამაშობენ და მერე უშვებენ. კი ბატონო. ხო და დაუბრუნდები მოკლედ რომ ეს ყველაფერი არის ლატარიის კონკრეტული მაგალითი. მაგალითად ჩვენ საქართველოს ჩემპიონატთან ფეხბურთელო გადმოიყვანო, ამას აკვირდები მთელი წელი და მე ყოფილა ეგეთ შემთხვევაც რომ გადმოგვიყვანია საქართველოს ჩემპიონატი, არც იმას არ უთამაშია რა. ჩამოვიყვანეთ, ველოდებოდით მის პროგრესს, წავიყვანეთ შეკრებაზე, პატივი ვეცი ჩვენს მოლაპარაკებას და კონტრაქტს ჩამოვიყვანეთ და იმის გამო რომ არ ყოფილიყო და ანუ ვერ დაიმკვიდრა ადგილი დინამოს იმ ძირითად შემადგენლობაში 25 კაცში და შესაბამისად მას ტყუილა რუარჩი ხوار ჩამოვიდა სადღაც მოუძებნეთ გუნდი, სადაც გუშინ ითამაშა ხა როგორც ვიცი რა და რთულია რა მესმის ვიღებთ ამ კრიტიკას და ვეცდებით მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს რიცხვი რომ ფეხბურთელი დაუშვი ლეგიონერი მათ შორის ჩამოვიყვანოთ, თუმცა არ არის ისეთი ფინანსური ზარალი არ მიგვიღია, ჩამოვიყვანეთ, გავანათხოვრეთ, შესაბამისად თუ ვერ ადაპტირდა ჩემპიონატში, მოუწევს დაბრუნება სამშობლოში. ანუ ჩვეულებრივი მუშა პროცესია. როგორ ფიქრობს ევროპაში, ვისაც გულშემატკივრობენ, მათ ამ სელექციაში შეცდომები არ აქვთ, ანუ მათ ფეხბურთელები არ აყავთ, რომ ფეხბურთელებში უდიდეს პულს იხდიან და ეს ფეხბურთელები ვერ თამაშობენ. აი ძალიან ისეთი პროცესი მესმის, კი, მივიღეთ, ანუ კრიტიკა არის, ტყუილა გამოვიდა ის პირობითად სულ $1000 რო ქონდეს ხელფასი, რატო ვიხდი ეს 6 თვე ამ $1000 თუ ფეხბურთელი არ ვარგა. ეს არის ჩვენი სკაუტინგ სისტემის ნაკლოვანება, რომ ისეთი ფეხბურთელი ვერ შევარჩიეთ, რომელი ფეხბურთელიც მოერგებოდა ქართულ რეალობას. ამ სკაუტინგის მიმართულებით დავიწყეთ კი ჩვენ ორი თვე უკვე მუშაობთ ამაზე, გვაქვს ჯგუფი, რომელიც მთელი წელი სხვადასხვა ბაზრებს აკვირდება, მთელი წელი სხვადასხვა ჩემპიონატებს სწავლობს, სხვადასხვა ფეხბურთელებს აკვირდება, არსებობს ძალიან ბევრი ხელოვნური ინტელექტის თუ ანალიტიკური პროგრამები, რომელიც აძლევს იმის საშუალებას ამ ჩვენ ჯგუფს, სადაც მუშაობთ, რომ სხვადასხვა მონაცემები ამოვიღოთ და რაღაცად მოვარგოთ და შევადაროთ იმ რეალობასაც ჩვენ კლუბში გვაქვს და საქართველოს ჩემპიონატში გვაქვს. ანუ ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია, ერთი გადაცემა არ გვეყოფა ამაზე სალაპარაკოთ. თუმცა, ანუ ეს კრიტიკა მისაღებია, მესმის, კი ბატონო, უშვებთ შეცდომებს და
მენეჯმენტი იმისთვის არის, რომ ნაკლები შეცდომა დაუშვა, ხო? რაც დაუშვით ჩარშან, იმას ნაკლებს უშვებ წელს და მომავალ წელს გვინდათ, რომ იმას ნაკლები დაუშვა, ვიდრე წელს დაუშვით და ამით ჩვეულებრივი პროცესია ეს რა. კითხვები კიდევ ბევრია, მაგრამ დროში სამწუხაროდ შეზღუდულები ვართ და იმედი მაქვს, რომ როგორც პოდკასტ დასაწყისში ვთქვი, შემდეგ ველოდებით ესე ვთქვათ, პრეზიდენტსაც, ფეხბურთელებსაც, ყველას და კიდევ თქვენც ასევე. მეც ველოდები ეს ინიციატივა აიტაცეთ თუ შეიძლება რომ გავაკეთოთ ფორუმები, რაღაც კონფერენციები, რაზეც თქვენს წარმოგვიდგინეთ თქვენი ხედვა, რა არის, ხმე ვისაუბრე, საათზე მეტი ხანია ვსაუბრობ, რა არის გამოსავალი. თქვენს იქნება მე არასწორად ხედავ ამ ყველაფერს და თქვენ უკვე ხედავთ, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონფერენციები და ფორუმები, რომ გავაკეთოთ, რითიც შეიძლება მართლა წინ წავიდეთ, ან თვალები აგვეხილოს, ან პირიქით რეალობა გავიგოთ და ვიმოქმედოთ ყველა მისე, რომ გამოვასწოროთ სიტუაცია. სიამოვნებით. ბოლოს ესეთი რუბრიკა გვაქვს კიდევ, თქვენ გთხოვთ, რომ ჩვენს მაყურებელს დაუსვათ შეკითხვა საქართველოს ჩემპიონატთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში დინამო თბილისი და პირველი ამ შემთხვევაში ასია ორი ადამიანი რომელიც უპასუხებს სწორად თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას მიიღებს დინამო თბილისის საგულშემატკივრო შარფს და ბურთს. კეთილი. ორი კითხვა? არა, ერთი შეკითხვა და პირველი ორი რომელიც გასცემს პასუხს. კეთილი, მაშინ ვინ არის დინამო თბილისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი? გასაგები. წარმატებებს უსურვებ მაყურებელს და წარმატებებს გისურვებთ თქვენს და როგორც თქვი, გამომეორდები კიდევ იმედი მაქვს, რომ ხშირად უგვიწევს ასე ვთქვათ შეხვედრა და ხშირად ვისაუბრებთ ქართულ ფეხბურთზე და დინამო თბილისზე. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები.